მოგესალმებით, დღეს ჩვენი გადაცემა არის ზოგადად თავისუფლება სიმართლეა და აი ამ გადაცემის ბატონი თემურ შაშიაშვილის გადაცემის ერთი აი დღევანდელი შეხვედრა ეთმობა განათლების რეფორმების საკითხებს. ჩვენ სტუმრად არა ფაქტურად მასვინძელია ბატონი თემურ შაშიაშვილი, ცნობილი საზოგადო მოღვაწე, პოლიტიკოსი, ალბათ ერთადერთი პოლიტიკოსი, რომელიც წლების განმავლობაში, რამოდენიმე ათეული წლების განმავლობაში, ესე იგი, შეინარჩუნა ის უციკლობა, ის მუხტი, ის დამოკიდებულება, რომ ცხოვრობს საქართველოს სასიკეთოდ და საქართველოზე არის თავგადადებული პოლიტიკოსი. ბატონი გია კვაშილავას იცნობთ, მაგრამ სიამოვნებით მინდა კიდევ ერთხელ გითხრათ, რომ ეს არის ფაზისის აკადემიის პრეზიდენტი, მათემატიკისა და ეკონომიკის დოქტორი და აი როგორც იტყვია ნაღდი მეცნიერი. დღეს რა თქმა უნდა ყველა თავის თავს მეცნიერს უწოდებს, ისიც ვისაც თავის დისერტაციის სხვის მიერ დაწერილი სათაურიც არ ახსოვს, მაგრამ ისიც თავის თავს უწოდებს მეცნიერს. ბატონო თემურ, ბატონო გია, რა თქმა უნდა დღეს საქართველოს ისეთ მდგომარეობაში იყო, უმაღლეს განათლებას ვეხებით, ხო, ჯერ და ალბათ სასკოლოსაც შევეხებით, ისეთ მდგომარეობაში არის და წლების განმავლობაში უკვე არის, რომ ყოველ შემთხვევაში ჩემის აზრით განათლების რეფორმა აუცილებელია, როგორც სკოლაში, საშუალო სკოლაში, ასევე უმაღლესში და რაც თავარია მეცნიერებაში. მაგრამ ჩემის აზრით განათლების რეფორმის ჩამტარებელი არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყვნენ პოლიტიკოსები, არამედ პოლიტიკოსების კი ბატონო ხელშეწყობით შექმნილი პროფესიონალთა გუნდი. აუცილებელი არა, შეიძლება იქ ერთი იყოს, თქვა პოლიტიკური სიმპათიებით ერთი პარტიის მიმართ, მეორე, მაგრამ განათლების და მეცნიერების კუთხით იყვნენ სპეციალისტები. ამიტომ კარგი იქნებოდა, სანამ ხელისუფლება მოკლე დროში, აი პირდაპირ სინათლის სიჩქარით, ახლა თქვენ იცით, რომ ტახიონები ჯერ აღმოჩენილი არ არის, ეს ნაწილაკები, რომელიც მოძრაობენ სინათლის სიჩქარეს უფრო მეტი სიჩქარით, ზოგადად ეს ლორენცის მამრავლი ამ შემთხვევაში ხდება კომპლექსური, ეს რა თქმა უნდა ხუმრობით, აი ასეთი სიჩქარით იყო ეს პროექტი შემოთავაზებული, როცა ჩვენ მათ შორის იყო წარმოადგენელი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში წარმოადგენელი ბატონი ზვიად კაპისონია, ასევე მინისტრი სხვადასხვა დაწესებულებაში რომ დადიან, ეკითხებოდნენ ვინ შექმნა ეს პროექტი, ვინ არის ამ პროექტის შემდგენელი. ფაქტურად ისინი ვერ პასუხობენ, ზოგადად არის განათლების სამინისტროს გარკვეული წარმოადგენლები. კარგია დაუშვათ ეს პასუხი, მაგრამ არ არის საკმარისი. თუ საიდუმლო არ არის, ყოველთვის უნდა თქვა, რომ აქ მონაწილეობდა სკოლის პროგრამით ISS-ზე ცნობილი ექსპერტები, სკოლაში მომუშავე მასწავლებლები, ან ვისაც გამოცდილება აქვს, ხოლო უმაღლესებში ან მეცნიერებაში ის მოქმედი მეცნიერები, ვისაც ესე იგი ციტირების ინდექსი მაღალი აქვს და არა ის ეგრეთ წოდებული მეცნიერები, ვისაც რადარი საკმაოდ დიდი სიმძლავრის ვერ იჭერს ციტირების ინდექსს. ამიტომ მიგვაჩნია ჩვენ, რომ კარგი იქნებოდა ეს ჯერ გატანილი ყოფილიყო საზოგადოებაში, გამოქვეყნებული ყოფილიყო ეს კონცეფცია, დღესაც როგორც საზოგადოება მიცის, ეს პროექტი ჯერ რომელიც უკვე პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო ერთ დღეში 3 მოსმენით, ეგ უკვე ძალიან ეჭვს ბადებს. ისე ზოგადად რა თქმა უნდა პროგრამა ესე იგი რეფორმები საჭირო არის და აუცილებელი არის. ჩვენ ვიცით რომ აი ბატონო თემურ ნებისმიერი
კარგი თუ ცუდი რეფორმის განხორციელება და რა თქმა უნდა კარგი რეფორმა ის იყო რომელიც იაპონიაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იაპონელებმა გადაწყვიტეს რომ ჩვენ არც ერთ ქვეყანას მომავალში სერიოზულ ომს და რაღაც გეოპოლიტიკაში ვერაფერს ვერ მოუგებთ, ამიტომ ჩვენ უნდა მოვიგოთ მშვიდობიანი ომი, ანუ შექმნათ ისეთი ძლავრი განათლების და მეცნიერების სისტემა, რომელიც იაპონიას ეკონომიკურად ესე იგი ეკონომიკურად იქნება აღზევებული და რა თქმა უნდა განვითარებული ქვეყანა. და როგორც იცით, რამოდენიმე წლის განმავლობაში იაპონიის ბიუჯეტი განათლების სფეროში შეადგენდა საერთო ბიუჯეტის 54%. შესაბამისად, ბატონო თემო, რა პოლიტიკური ნება თქვენი აზრით, როგორც გამოცდილ პოლიტიკოს, დღევანდელ ხელისუფლებას ჰქონდა, რომ აი ესე დაჩქარებულად 2-3 თვეში საზოგადოებას პირდაპირ მიაწოდა გამზადებული მათ მიერ რეცეპტი. დიდი მადლობა ბატონო თემო, მე მინდა კმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ ჩვენ რამდენიმე დღის წინ ბატონ თემურ ჩილაჩავასთან ერთად ჰქონდა ეს გადაცემა, ვერ მოუწურეთ და შევთანხმდით იმის თაობაზე, რომ წამყვანი იქნებოდა ის, მე მიხარია რომ ქვეყანას ხავს ასეთი მათემატიკოსი, რომლის ციტირების მაჩვენებელი არის ერთ-ერთი საუკეთესო და ზოგიერთი უნივერსიტეტის და ინსტიტუტის ყველა პროფესორ-მასწავლებელი შეიძლება არ ქონდეს იმდენი, რაც მას გააჩნია. მე მიხარია რომ მეცნიერთა კონგრესში სწორედ ასეთი გამორჩეული მეცნიერები არიან და მე მიხარია რომ ორი ისეთ პიროვნებასთან ვარ, როდესაც ჩვენ მივმართეთ საზოგადოებას, ვის გარეშე ვერ წარმოგიდგენიათ საქართველოს ხელისუფლება და საქართველოს ისა, თქვენ არცაც არ გინდათ ეს, მაგრამ ხალხმა დაგასახელათ ისევე როგორც თქვენ ბატონ თემურ, ესევე ბატონი გია და ძალიან სასიამოვნოა ეს ყველაფერი. ახლა რაც შეეხება მათ მინდა გითხრა, მე როგორც ამ შემთხვევაში როგორც პოლიტიკოსმა მინდა ვთქვა, საერთოდ პოლიტიკა საქართველოში პოლიტიკამ დაკარგა გონება. ველური პოლიტიკური ველია საერთოდ საქართველოში, ეს არის საშინელება და სამწუხარო ის არის, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილიც ამ ველის ნაწილი გახდა. ამ ველური პოლიტიკური ძალის მიერ შემოთავაზებული ძალის კი არა ძალების, ეხება არა მარტო ხელისუფლებას, ეხება ეს ოპოზიციასაც. მე ძალიან სერიოზული შეხვედრიდან მოვდივარ, ისევ გაგზელება იყო გუშინდელი ჩვენი და თუ უნებას მომცეთ, მე საღამოს ბოლოს მინდა რამდენიმე განცხადება გავაკეთო ახლა ამ განათლებასთან დაკავშირებით. საერთოდ ჩვენ მაშინ შევთანხმდით, აგერ ბატონ გიას მინდა მიმართო. ბატონ გია, თქვენ გეჭვდებარებათ იმაში, რომ პარლამენტში კი არ უნდა იწერებოდეს კანონი. კანონი იწერება სამეცნიერო დაწესებულებებში და სამეცნიერო დაწესებულებები ამას რამდენიმე კომპონენტის გამოყენებით, რა ტრადიციები გააჩნია ქვეყანას, რა გამოცდილება გააჩნია ქვეყანას, რა ხდება მსოფლიოში ამ კუთხით, სად არის წარმატებული, საწარმოებელი და ყველაფრის გათვალისწინებით ხდება. მე რამდენიმე პიროვნება, რომელმაც მითხრა, რომ რაღაც შევეკითხეო, რაღაც შემეკითხესო, მე ვუთხარი მათ, რომ თქვენ იცით რეფორმა რომელიმე ქვეყნის არ იცის, ვეუბნები რომ თქვენ იცით რომ დიმიტრი უზნაძე იყო პირველი პიროვნება, ვინც დაწერა განათლების სისტემის რეფორმა 18-21 წლების ხელისუფლების მთავრობისთვის. დიმიტრი უზნაძე ეს უგანათლებულესი და უწყინვალესი და მის თეორია თემსოფლიოში ცნობილია. მე მას ვეუბნები რომ მე შევძელი ის რომ 165 ქვეყნის გამოცდილება მენახა ჟენევაში და ჩანაწერიც მქონდა მე რომ მოვიდა ეს მეორე თქვა სააკაშვილის ხელისუფლება გააქრეს სადღაც მქონდა გამომატანეს უნიკალური რამ 165 ქვეყნის გამოცდილება იყო ჩაწერილი და ნუ შეგეძლო რომ ნებისმიერი ქვეყნის გამოცდილება აბსოლუტურად არაფერი არ უნახავთ კარს დიმიტრი უზნაძე უნახავთ არც ესენი და ახლა მე უბრალოდ მინდა ვიფიქრო რომ ხელისუფლება გეუბნება რომ არაბებთან ხელშეკრულებას არ გამოვაქვეყნებ ხელისუფლება გეუბნება რომ აგერ ვინ დაწერა ეს კანონი არ გეუბნები ესე ყველაფერზე ხელისუფლება გეუბნება რომ მე რასაც მინდა ვაკეთებ და ეს არის მასხა დაგდება ყველაფერს საერთოდ წესი და კანონი როგორც მაშინ თქვით ბატონ თემურ ჩვენ არის მარტივი რომ ინსტიტუტი წერს კანონ პროექტს ქვეყნდება გადადის ხალხი განიხილავს სასწავლებლებში იხილება გადადის მე პარლამენტის კომიტეტებში ნებისმიერს უნდა კონდეს მონაწილეობის საშუალება წნარად 7 გარემოში ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში იხილება ეს ტელევიზიებში მიდის ამაზე დიდი რამე რა უნდა იყოს მიდის ამის განხილვა და
როდესაც მიიღებს პარლამენტი კანონს, აი ახლა თავარს ვამბობ, კანონს რომ მიიღებს, რომ დავწერთ, მე უკვე ვეძებთ, რომ ვინ შეიძლება ეს განახორციელოს, რომ დავიქირავთ. ანუ კანონის მიღების შემდგომ მე ვეძებ ისეთ მინისტრს, რომელიც ამას განახორციელებს და საქართველოში არის გადაბრუნებული. ის მინისტრი წერს კანონს და გააქვს კანონი, რომელიც საერთოდ ადეიშვილის მოადგილე ყოფილა, ესე იგი ღმერთმა ხელი მომმართოს, განათლების არავითარი სერიოზული გამოცდილება არ აქვს, მაგრამ კი ბატონო, ყველაფერი დასაშვებია ამ ხელისუფლების პირობებში, მაგრამ შეიძლება რომ იმან, ვინც მე უნდა დავიქირავო, როცა კანონი მაქვს მიღებული, იმან დამიწეროს კანონი. და ახლა ამას რატო გეუბნებით, რომ აი მოსახლეობას მინდა მიმართო. ერთი 40-მდე მინისტრი ხო შეიცვალა დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ. ერთი მითხარით მინისტრი, რომელმაც პირველი გამოსვლა მისი არ გააკეთა, რომ მევიწყებ რეფორმას. ესე 40 ჯერ დაიწყეს რეფორმა. სინამდვილეში როგორ ხდება? აი აგერ ახლა ორი დიდი მეცნიერი ხარ თქვენ აგერ და ბატონმა გიამ გუშინ ისეთი რამე გამოაქვეყნა, რომ უნდა ვიამაყოთ ყველა, ხო? გამოაქვეყნა ის, რომ საქართველოს 3000 წლის ისტორია კი არა, ჩვენ სახელმწიფოებრივ 4000 ადასტუ ამაშვება ეს კაცი, რომ ესე იგი ჩვენი ფაზისის აკადემია 1900 წლისა და არავითარი ყველაზე პირველი საგანმანათლებლო ჩვენთან არის, რომ 2000 წლის 1700 წელია პრაქტიკულად ესე იგი აი მისი ხელობაში მაქვს ეკლესიის ისინი 1700 წელი და რაღაცა გამოაქვეყნა 2000 წელი გამოაქვეყნა. ისეთი რამეები გამოაქვეყნა მან, რომ ეს შეუძლია გაბედულ და სერიოზულ მეცნიერს გააკეთოს. მე მას ბევრ ისეთ რამეზე ვეთათბირები და თქვენს და მასაც, რომელიც შეიძლება თქვენ გაგიკვირდეთ ხანდახან, მაგრამ მოაზროვნე ადამიანთან ურთიერთობას არაფერი იჭობს რა. ხო არ შეიძლება რომ აი ახლა თქვათ მიღებულია თუნდაც ეს კანონპროექტი სწორად რომ მიიღოთ. აი ორი პიროვნება, რამდენ ქვეყანაშია ნამყოფი, რამდენი ქვეყნის გამოცდილება აქვს. მე ვიცი ერთი ასეთი პიროვნება არის, კახა შენგელია კიდე, რომელიც არის 180 ქვეყანაში ნამყოფი და იყო მსოფლიოს უნივერსიტეტების რექტორთა საბჭოს პრეზიდენტი, პირველი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან და პირველია, რომელიც მეორე დაირჩიეს. მსოფლიოში არავინ არ აურჩევიათ. მე მასაც ვკითხე, ამ დღეებში შევხვდე კითხე, რომ თქვენ ვინმე რამე კითხათ, ესე იგი აბსოლუტურად კაცი, რომელიც აი ასეთი ყავს, რომელიც არის არავის არ უკითხავს, ხა თქვენ საერთაშორისო კონგრესების და კონფერენციების მონაწილე ხართ. ყველაფერი გაიშიფრა, რომ მათემატიკა თუ არ იცი ლექსსაც ვერ დაწერო. ეს რომ მოდიოდა პლატონიდან და ძველი პერიოდიდან რომ მოდის გვიკვირდა და ეხლა ყველაფერი ამ კაცმა მათემატიკურად გაშიფრა, ქართული ენის საიდუმლო ამოხსნა უამრავი რამ. როცა ასეთი რამეა, ასეთი უზუსტესი მეცნიერების წარმომადგენლებს არ ეკითხები, არ ეთათბირები. თუ ეს სწორია, ღმერთმა ხელი მოგვიმართოს, მაშინ ვიმსახურებთ იმას, რა დღეშიც ვარ ჩვენ. ეს არ შეიძლება ეს რეფორმა, რომ მე გითხარით თქვენ მაშინ და ეხლა ბატონი გიავს, კაცორის მაშინ ქუთაისში სწავლობდა, თვითონ სამეგრელოდან არის, მაგრამ ძალიან ჭკვიანი და ძალიან კარგი ჩამოვიდა და ფიზიკა-მათემატიკის ლიცეუმში სწავლობდა. და იქ იცის მან, რომ თქვათ, იმ რეფორმას ახლა ჩვენ კიდე სრულყოფილად ვერ შევძელით, მაგრამ მაშინაც რა გახდა შესაძლებელი. ესე იგი, ბატონი ალეკო თავხელიძე რომ მივიწვიეთ ჩვენ იქ და ბატონი ალეკო თავხელიძე რომ დადგა ბატონი ჯიმშელეიშვილი სტუდენტი დადგა ერთი ტრიბუნასთან და ალეკო თავხელიძე აკადემიის პრეზიდენტი კითხებს აძლევს და ეს ბიჭი პასუხობს და ის რო ეკითხება იმას რომ კი მაგრამ შენ საიდან ესეთი რამე მისი პასუხი რა იყო დილით რო შემოვალ აგ 8 საათზე საღამოს 8 საათამდე ვერ გავდივარო ნუ ალეკო თავხელიძემ კითხა გიორა საჭმელი არ გინდა შვილეო და აქ მაჭმევენ აქ მასმევენო და აქ მე თქვა რექტორი ვინც იყო ნუ დირექტორი ძალიან კარგი პიროვნება თქვენ ხო იმის დროს იყო ხო და მე ის მოვიდა ნაჭყებია მაშინ ივლიანე იყო ნაჭყებია და ნაჭყებია ეუბნება რომ ეგ რა არისო ამას ვაქვსო $60 შესაბამისი კუპონი აქვს სტიპენდიაო ეს რომელი წელია 95 წელზეა ლაპარაკი ხო მოსწავლე სკოლის იღებდა გამნაზიის მოსწავლე $60 შესაბამის კუპონს იღებდა მაშინ როდესაც პრეზიდენტის ხელფასი იყო 25 თუ $30 შესაბამისი კუპონი კიდევ მე კი არ გამომიგონებია რო ვითათბირე მეცნიერებს
რომ ველაპარაკე განათლების მეცნიერ სამეცნიერო საბჭო რომ იყო ერთ უნივერსიტეტში ხლა მაგალი თუდუა იყო უდიდესი მასშტაბის მეცნიერი ხალხო ხლა აი კიდევ ერთხელ ვიმეორებ გენ მოაზროვნე კაცი რაღაც წარმოუდგენელი ისევე იყო არჩილ კოსტავა რომელსაც ერთსაც და მეორესაც თხოვე რომ ჩამოდით რექტორები იყავით და ბინა რა გვაქვსო და ერთს მევაჩუქე ბინა ჩემი და მეორესაც მევაჩუქე ბინაზე კი არ არის ლაპარაკი არის დამოკიდებულებაზე ხო მე ამ ხალხს ვეთათფირებოდი ამ ხალხს ვეკითხებოდი ეს ხალხი ქუთაისს ყავდა უძლიერესი სამეცნიერო ინტელიგენცია საბჭოს რო ხდებოდი კუთხეში მაყენებდნენ წურავდნენ რატომ ეს მე რო გამოვიტანე და ვთქვი აი წინა ემოზე რომ ვინც ლექციას უნდა კითხულობდეს პროფესორი დოქტორი ამას მოყვა თელი ამბები მე მითხრეს რომ კი მაგრამ ის არა ქვია მე ვეუბნებოდი რომ ვინც ლექციას კითხულობს ის გამოცდას არ უნდა იღებდეს ამას მოყვა თელი ამბები ანუ კორუფცია ისპობა სისტემით მისაღები გამოცდები მოუსწრეთ არ იყო უნივერსიტეტებში ქუთაისში და თვითონ ესე იგი გამოცდები რომელიც უნივერსიტეტის პერიოდში იყო ისიც კი სხვა რელსებზე გადავიყვანეთ მე კი არ გამომიგონებია მე ამ მეცნიერებთან ურთიერთობაში ჩამოვყალიბდი ასეთ რამეზე და მე ვარ სხვა კურსის წარმომადგენელი მე ვთვლი რომ მეცნიერების გარეშე ეს ქვეყანა ვერ წავაწინ მე ვთვლი რომ ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ ეხლა ვიღაცას გონია რომ მეცნიერება არის მეცნიერებათა აკადემია და ლაპარაკო მეცნიერება არ არის მეცნიერებათა აკადემია ბატონებო მეცნიერე არც ერთი აკადემია ვინმე შეურაცხყოფას კი არ ვაყენებ ყველა აკადემიაში საინტერესო ხალხია და თქვენც ხართ ერთ-ერთი აკადემიის ხელმძღვანელი და რაღაც და აკადემიაზე უძლიერესია ისაც არის თქვა ჩვენი აგერ ფაზისის აკადემია ის დღეს რეალურად იქ ხალხია ესეთი რომ ცხრარათა ჩუბად უნდა იყო და როგორც იტყვიან უბრალოდ ვერ დაილაპარაკებს ესეთი ადამიანები არიან იქ თუ კონტროლი უნდა გაუწიო ყველაფერს ეს სისტემა არის ამ ქვეყანაში ამ ქვეყანას ყავს ჭკვიანი ადამიანები და რო ვერ პოულობთ თქვენ რო ვერ პოულობთ იმ კაცს ვინც მონაწილეობა მიიღო ამ იმის რეფორმის იმაში თქვენ რო ვერ პოულობთ და მე როგორ ვიპოვე მაშინ ამ იმას არა პოლიტიკური ხედვა არის სხვა პოლიტიკა არის სხვა პოლიტიკა არ არის ის რომ მინისტრი არის პოლიტიკური ფიგურა პოლიტიკური ფიგურები არსად არაფერს არ ქმნიან ისინი იცავენ მეცნიერების მიერ შექმნილ კარგებას იცავენ და მოსაზრებებს გამოთქვამენ საქართველოში ჩვენ წაგვართვეს პოლიტიკოსებმა წაგვართვეს ქვეყანა განათლებაც წაგვართვეს კულტურაც წაგვართვეს ესენი არიან აკადემიკოსები ესენი არიან იურისტები ესენი არიან ეკონომისტები ესენი არიან თქვენ წეგან უთქვით მათემატიკისა და ეკონომიკის მინისტრიო ეხლა ვინმე იფიქრებს რომ სად არის ასეთიო ეკონომიკის ის რა ქვია მინისტრი კი არა დოქტორი ეკონომიკაში ცალკე დაიცვა ამ კაცმა და ცალკე დაიცვა მათემატიკაში ახლა მე მონაწილე ვიყავი როგორ დაიცვა მან ესე იგი აი ამ და თქვენი ყავით მისი სამეცნიერო ხელმძღვანელი მე მიამაყება როგორი მეცნიერები ყავს ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ NASA სისტემაში უამრავი ქართველი მეცნიერი მონაწილეობს მსოფლიოში არიან ძალიან საინტერესო ადამიანები აი მე ერთხელ ერთმა პიროვნებამ მითხრა ახლა გვარიც ესე იგი ჩვენთან ერთი პიროვნება არის რომელიც გორი როცა ვიცე-პრეზიდენტი იყო ეკოლოგიის იმაში ხო გვარდა ამის ის არა ესე იგი იქ იყო იქ მასთან მუშაობდა მარჯვენა ხელი იყო ეს პიროვნება დღეს იუნესკოს და გაეროს მასშტაბით არის ეკოლოგიის იმით არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და რომ დაველაპარაკე მე მას ყველაფერს ჩვენი ტექნიკური უნივერსიტეტის პრორექტორი იყო რომ დაველაპარაკე რომ შევხვდი რომ გავიგე ასეთი რა რომ შევხვდი და მითხრა რომ აი პირველი კაცი ხარ რომ მითხრა რომ საქართველოსთან რომ მელაპარაკებო როგორ მეთხარი ხო და ისო რომ მეო თელი მსოფლიოს მასშტაბითო მირეკავენო კვირაში 20-30 სახელმწიფოს წარმომადგენლები მირეკავ საქართველოს და ზარი არ ყოფილაო ხა წარმოიდგინეთ ამ რანგის მეცნიერი ყავს ხო რომელიც პრაქტიკულად არის ნობელის პრემიის ლაურეატი აქ არის იგნორირებული მეცნიერება. აქ ვისიც ეშინიათ ვის ამ ხელისუფლებას ეშინია დიდი ფულიანის, ამ ხელისუფლებას ეშინია ქუჩაში ბევრი ხალხის და ამ ხელისუფლებას ეშინია ყველაზე მეტად. არც ფულის არ ეშინია ისე, არც ქუჩაში გამოსული ხალხის არ ეშინია, როგორც განათლებული ადამიანების რომ ეშინია და ხელისუფლება რომელსაც განათლებული ადამიანების ეშინია ის იმ ქვეყნის ხელისუფლება არ არის ის იმ ქვეყანას წარმატებას ვერ მოუტანს ახლა მე
მივედმოვედე ბევრ ამას თემურ ბატონო თქვენი კითხვიდან გამომდინარე, მაგრამ ეხლა ჩვენ აგერ ორი მათემატიკოსი ხართ და დაგვაყენებთ სორუზაზე. ბატონო თემურ, დიდი მადლობა. თქვენ იცით რომ ნებისმიერ დემოკრატიულ და ძლიერ ქვეყანაში გადაწყვეტილების მიმღებ პიროვნებასთან პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი ან კანცლერი არის სინერგეტიკული ჯგუფი, რომელიც შედგება სხვადასხვა სპეციალისტებისგან, მათემატიკოსი, ეკონომისტი, იურისტი, ფსიქოლოგი და შემდეგ და იმათ მიერ მიწოდებულ ამ თუ იმ საკითხზე დასკვნას ეყნობა ეს კაცი და ხელს აწერს. თქვენ ყოფილხარ საქართველოში და მე ეს ადრეს ვიცოდი, ის პიროვნება, რომელმაც პირველად ესე იგი ქუთაისში, ამ შემთხვევაში ქუთაისის მერობის და გუბერნატორობის იმერეთში დანერგეს, რომ თქვენ ესე იგი ყველა დარგში ყავდათ რჩევლები, ფაქტიურად შეიძლება არა ხელფასიანი, მაგრამ ეთათბირებოდით და მე ხელფასიანი. სასაული რამე მინდა გითხრათ თქვენ ახლა ბატონ თეური ისეთ რამეს ეხებით, რომ მე არ ვნიშნავდი ჩემს თანაშემწეს. ჩემს თანაშემწეს ნიშნავდნენ დარგები. აი მაგალითად, თამაზ ფირცხალაშვილი ეს იყო განათლების მესხიშვილის თეატრში შეიკრიბა. და იქ გადაწყვიტეს, რომ ჩვენი წარმომადგენელი, ანუ განათლების ხელმძღვანელი, ნიშნავ ჩვენ ამ კაცს, მე გავაფორმე უბრალოდ. აი, გეუბნები, ციცინო თოდუა, კონსერვატორიის პროფესორი, კულტურის ხაზით ეს პიროვნება იყო ჩემი მრჩეველი, მე არ დამინიშნია, კულტურის მუშაკებმა დანიშნეს. დოდო შელია ეს ეხლა დღეს ვისაც აი გაიკითხეთ ანუ იმესე ქუთაისში კი არა გარეთაც ეს ერთ-ერთი დოქტორი გამორჩეული პიროვნება ნუ ესე იგი რაღაც როგორც ექიმი და როგორც მეცნიერი საერთაშორისო მასშტაბით კონფერენციები და რა ის დანიშნეს მედიკოსებმა ეკონომისტებმა ჟურნალისტებმა მოიყვანეს პიროვნება და დანიშნეს რომელიც პროფესორი და დოქტორი ეკონომიკი მე მყავდა 6 თანაშემწე არც ერთი ჩემი დანიშნული არ იყო ყველას ნიშნავდა და მე ამისი გითხარი თქვენ ერთი რამ რომ მე უნივერსიტეტს ვთხოვე ჯერ ერთი ბატონი ადამია რობერტ ადამია იყო ძალიან ძლიერი მეცნიერი აკადემიკოსი და კადრების შერჩევას რაიონების ხელმძღვანელებს გამგებლებს და იმას კომისია იყო რომლის თავში იყო ბატონი ადამია და ისინი და პირდაპირ სატელევიზიო გადაცემა ვისაც უნდა გამოიტანდა პროგრამას და მე ყველა ვუყურებდა ამას და არავის არ პრეტენზიები არ ქონია არავის რომ პირდაპირ ღია და თარაც ინტერაქტიული ისიც ტარდებოდა კიდე და რა ეს ერთი მეორე მე ტექნიკურ უნივერსიტეტს ვთხოვე პირველად მოსინჯე იმით რომ უთხარი ჩვენ გავითავისუფლდა განათლების გამგებლის ადგილი ხარაგაულში და ვინმე შეარჩიეთ მეთქი გაუკვირდა ბატონ არჩილ კოსტავას მივედი მე სამეცნიერო საბჭოს შევხვდი და ვეუბნები თქვენ დანიშნეთ ვინც გინდათ რო დავნიშნე რომ მივედი შევანაძეს და ვინაა ეს კაცები მეც არ ვიცნობ მე ვთხარი მაგრამ დანიშნეს ამაზე უკეთესი კადრი მე არ დამინიშნია აი ვინსკი დავით სახვაძე აი ეს არის ის პიროვნება რომელსაც სასწაული ისინი გააკეთა ამ ბოლო პერიოდში მე ვინც დავნიშნე ყველაზე უკეთესი აღმოჩნდა ის ვინც დარგებმა შეარჩიეს ან კიდე ვინც რატო გვეშინია ამისი და რადგან თქვენ ეს თქვით ზეგან დემოკრატიული ქვეყნები ბატონო თემურ ხო ყველამ ჩვენ კარგად ვიცით მართლა სიბინელეში რო გვაცხოვრებენ თორე ამერიკაში და კი არა დემოკრატიულ ქვეყანაში გამორიცხულია რომ რექტორი გუბერნატორმა ან მერმა მიიწვიოს თავისთან გამორიცხულია რომ თათფირზე დაიბაროს სკოლის დირექტორი იმისი თეატრის დირექტორი და ხელმძღვანელი ვინმე მერმა და იმან მე მაგალითი მოვიყვანე ამისი ნაგერ ბატონმა გიამას მინდა მოისმინოს რომ თელავში იყო ერთი გამგებელი აირჩიეს რომელსაც 9 კლასი ჰქონდა განათლება და სკოლის დირექტორებს ეძახდა ის და მუშს უთხრამდა მაგიდაზე რომ ამას მიეცით ხმაო ეს ხომ ანაქრონიზმია ეს ხო არსად არ ხდება ხო ვინმე იკითხავს კი მაგრამ როგორ ხდება მარტივი მექანიზმი განათლების საბჭოს ირჩევს ხალხი ამერიკაში მინდა მოსახლე აი კარგად აი რატო მინდა ესენი და ეხლა ამ ორი მე ბედნიერი ვარ რომ ამ ორ დიდ მეცნიერთან ერთად ვარ და უბრალოდ თქვენ იცნობთ პოლიტიკოსებს და არ იცნობთ ამათ იცნობდეთ და პოლიტიკოსებს არ ვიცნობდეთ ეჯობდა ეს იქნებოდა ქვეყნისთვის ძალიან კარგი მაგრამ აი ხლა მაგალითი მინდა აი რომ გეუბნებით რომ ამერიკაზე ვლაპარაკობ ამერიკაში პრეზიდენტის არჩევნებზე ხალხი არ მიდის და პრეზიდენტის არჩევნებს ამთხოვენ განათლების საბჭოს არჩევნებს იმიტომ რომ განათლების საბჭო ჭირდება ყველას და რომ მიდის იქნებ მეორე ბიულეტენსაც მოკიდოს ხელიო წარმოგიდგენიათ ეგრეა მე გეუბნებით აი მარტივი რამე მინდა გითხრათ მე ჩავედი ამერიკაში და ახლა საბჭოთა იმიდან გამოცდილებიდან გამომდინარე ხარ ამხელა რამეს ნიშნავდა ჩემთვის ეს როღევა გამოიწია ჩემში მივედით სკოლაში გამგებელი ანუ მერი იმ ქალაქის
იმ ქალაქის მერს კაბინეტი არ აქვს. ხელფასი არ აქვს. დაქირავებული ყავთ მის შემსრულებელი. ესენი აბსოლუტურად არ ხელფასი კარავენ არ იღებს. ეს ჩვენთან როა. ეს საბჭო, რომელსაც ირჩევენ არავის ჩვენთან ხო ყველა საბჭოში იქნიათ. ესე იგი, უბრალოდ პროზორად სამუშაო ადგილების შექმნას ხელისუფლებაში ამ ჩვენმა იმად და იქ პირიქით სხვანაირადაა უცხოეთში. ქალაქის მე რომელსაც მეგობრობას დღემდე ვაგრძელებ მე ამერიკის ამ ქალაქის ის საერთოდ ხელფასი არ აუღია არც მანქანა ემსახურებოდა არც კაბინეტი ჰქონდა არც არაფერი. ნიუ-იორკის მერიაში მუშაობს იმაზე ნაკლები ხალხი ვიდრე დღეს მუშაობს თბილისის მერიაში. 5ჯერ მეტი მუშაობს აქ და ნიუ-იორკის მერიაში ყავთ 4ჯერ ნაკლები მანქანა ვიდრე თბილისის მერიას ხავს. ეხლა ამას როცა ვითმენ ჩვენ და ამას რომ ხედავთ, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა მაგალითი მოვიყვანო ამერიკის იმისი რომ იქ განათლების საბჭოს ხო ირჩევენ ისინი. განათლების საბჭო წვეთს ყველაფერს განათლებასთან დაკავშირებით. ამისიც უკმაყოფილოა ბატონი ტრამპი და ამბობს რომ აქაც რაღაც თქვენ წარმოგიდგენიათ ასე დემოკრატიულია ხო და ჩვენ ვეუბნებით რომ ეხლა მე მითქვის მე ქუთაისში განათლების საბჭო ჩვენ ავარჩევიეთ ხალხს მასწავლებლებს მშობლებს დავარჩევით ეს იყო საბჭო მე ვეუბნებოდი რომ მე ვარ ვალდებული რომ მოგცეთ თქვენ რაღაც გარკვეული ხელფასი დანარჩენი თქვენ თვითონ მიხედეთ ამ იმას აი ესაა დემოკრატია ესაა სწორი მართვა და კიდევ ერთხელ ვიმეორებ რომ აი თქვენ მე მართლაც აი ვარ ბედნიერი დღეს ახლა ძალიან რთული დღე მქონდა მაგრამ რადგან ვიყავით შეთანხმებული და აი აგენ ხალხს მინდა გითხრათ რომ თემურ ჩილაჩავა გია კვაშილავა ორი დიდი მეცნიერი რომელსაც საქართველოში მოსახლეობის 90% არ იცნობს და იცნობენ ნებისმიერ პოლიტიკოს თუნდაც თემურ შაშიაშვილს იციან გირჩივინა და იმის დამაქცევრები დამანგრებლები იციან აი ამსეთ ხალხზე დგას ქვეყანა და მე ვაკეთებ ყველაფერს იმისათვის რომ ასეთი ხალხის აზროვნებაზე დადგეს ქვეყანა. ბატონო თემურ მადლობა. აი ზუსტად თქვენს მიერ განხორციელებული იმერეთში ქუთაისში პროგრამის მიხედვით გამო აი ეს მიხეილ ჯიმშელეიშვილი პირადად ვიცნობდი ეს ამ ახალგაზრდას რადგანაც მაშინ პრორექტორი ვიყავი და ჩემს მეგობართან რაც გარდაცვლილ თემურ ზარქვასთან ერთად ვატარებდით ოლიმპიადას იქ ეს ახალგაზრდა სულ იმარჯვებდა და ეს არის ერთადერთი ფაქტურად პიროვნება მე ვიტყვი კიდევ მეორე ვინც მათემატიკაში და ინფორმატიკაში საერთაშორისო ოლიმპიადებში იმარჯვებდა. ბატონო ჩინელებს მოუგო. დიახ. ასევე მინდა ვთქვა რადგანაც გავაგრძელო მიხეილ ჯიმშელი შარშან დავით კლდიაშვილმა დააკვირდეს ახალს და გვარს კომაროველმა ამანაც გაიმარჯვა როგორც მათემატიკაში და ინფორმატიკაში და თამარ ფეიქრიშვილმა და ეს ორი დავით კლდიაშვილი და თამარ ფეიქრიშვილი დღეს MIT-ში ან მასაჩუსეტის უნივერსიტეტმა მიიღო უფასოდ უხდის ყოველ წელს გადაუხდის $75,000 და $3,000 ეს თამარ ფეიქრიშვილი ვიცი ჩემი ახლობლებთან ისინია მაგრამ ერთ რამეში შეგეკამათება ეხლა უბრალოდ ისე კი არა გიდასტურებ ყველაფერს უბრალოდ ჯიმშელეიშვილმა საქართველოში დაამთავრა ყველაფერი. ასად მას არ ქუთაისში დაამთავრა, მერე თბილისში რაღაცა და ამერიკელები ეხვეწებოდნენ და წაიყვანეს გარკვეული პერიოდი უდიდეს ხელფასს უხდიდნენ. ამით ვიღაცას რომ მიაჩნია რომ უცხოეთში წავიდა და ისწავლა, მე ვარ ის პიროვნება, რომელსაც მიმაჩნია, რომ ქართული უნივერსიტეტები, საქართველოს უნივერსიტეტები უნდა იყოს უძლიერესი, აქეთ მოდიოდეს ბევრი ვინმე და სასწაულად შეიძლება ამის გაკეთებას. არავითარი პრობლემები ამას არ გააჩნია. აი ამის მაგალითია ჯიმშელეიშვილი, რომელსაც საქართველოში დაამთავრა ყველა განათლება და მეც გეტყვით. ძალიან ბევრი ტილდიანი არის, რომელიც ამერიკაში სამედიცინო ყველა ვინ წაიყვანა საქართველოდან თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტი აქვს დამთავრებული, მაგრამ ამერიკელები დღესაც ამბობენ ესენი რო წავლენ აქედან რა გვეშველებაო. ამიტომ ჩვენს უნივერსიტეტებს მივხედოთ და კურსები, გარკვეული ჯგუფები იგეთ გაიანონ, არც თქვენ დაგიმთავრებიათ თქვა ყოფილ საბჭოთა სისტემაში და ყოფილი მაშინ, მაგრამ თქვენ რო უნივერსიტეტი გაქვთ დამთავრებული. ის სოფლიოში მაშინ იყო მოსკოვის შემთხვევაში ოქსფორდ, კემბრიჯის დონის იყო მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ჩემს დარგში მათემატიკაში არ ჩამოვა. ბატონო გია, ახლა ბუნებრივია თქვენ სწორად ბრძანეთ ხშირად და სწორიც არის რომ
პირველი უნდა იყოს მეცნიერება, შემდეგ რა თქმა უნდა განათლება, უბრალოდ პრინციპში ერთად, მაგრამ უნდა იწყებოდეს მეცნიერება. თქვენ როგორ მიგაჩნიათ? ბოლო წლებში ახლა შედარებით მოკლედ წინას ხელისუფლება დღევანდელი ხელისუფლება მეცნიერებას ხელი შეუწყო განვითარებისად, რადგანაც დაუშვათ საქართველოს ცნობილია 3 მსოფლიო დონის სკოლით, ეს მათემატიკური მუსხელიშვილი ვეკუა, ფიზიოლოგია ბერიტაშვილი და უზდაძე განწყობის თეორია და ასევე ბოლო დროს რა თქმა უნდა ქართველი ფიზიკოსები განსაკუთრებით, მაგრამ უცხოეთში დიდ მიღწევებს ესე იგი მიაღწიეს ხელს უწყობდნენ და დღეს ეს რეფორმა რომელიც ჩვენ ბოლომდე არ წაგვიკითხავს, რადგანაც არსად გამოქვეყნებული არ არის, მაგრამ კულუარული ინფორმაციით მოდის, ხელს შეუწყობს თუ არა მეცნიერების განვითარებას და ამ შემთხვევაში კიდევ მასთან ერთად უმაღლეს სკოლის განვითარებას. დიდი მადლობა ბატონო თემურ მე თემური გინახავს მე ძალიან ბედნიერი ვარ რომ ბატონი თემური როგორც ბრძანეთ მათემატიკაში ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგური და ციტირებადია და მასთან მუშაობა არის დიდი ბედნიერება. როცა დიდი მაღალი რანგის მეცნიერთან მუშაობ, საერთოდ სუსტ მეცნიერთან არ იმუშაოს უნდა კაცმა. დიდ მეცნიერთან როცა მუშაობ ძლიერი ყალიბდება. მათემატიკაში ჰამლეტ ბელაძესთან მეგობრობ, ფიზიკაში დიბლაძესთან ლომები. სიძლიერე მოდის სიწმინდიდან, სუფთა ურთიერთობაში ყველანაირად. ასე თქვენთან მინდა ვთქვათ, რომ პოლიტიკურად მე თქვენ შესახებ ვიცი ყველაფერი ბავშვობიდან და თქვენ რადგანაც ახლა ბრძანებდით ამ ახალგაზრდაზე ივლიანი ნაჭრებია გახდათ ჩვენი სკოლის დირექტორი ანდრია რაზმაძის სახელობის ფიზიკა-მათემატიკური სკოლა, ეს მდებარეობდა ქუთაისში, ესე იგი სოფელი ჭომა რა, ქუთაისთან ახლოს. მთელი ჩემი ბავშვობა იქა მაქვს გატარებული და ის რაც მე მივახციე რამე ცოდნას მათემატიკის მიმხრევ ამ სკოლის დამსახურება. მშობლები, რა თქმა უნდა, ფიქრობდნენ და ეს შედგა ეს საკითხი, მაგრამ მას სჭირდებოდა შემდეგ გაგრძელება მეცნიერებაში. აი ახლა რადგანაც ბატონმა თემურმა ბრძანა, მე ასეთი აზრი გამოვიტანე ისტორიული მასალების დაკვირვებიდან გამომდინარე. ფაზის აკადემიას არავინ არ ახსენებს არსად. არაფერი პრობლემა არ არის, იყართოსა და გელათის აკადემია, რა თქმა უნდა ეს 1000 წლით გვიანა, მაგრამ ფაზის აკადემია უნდა იცოდეს სახელმწიფომ, ეროვნულ აკადემიამ განსაკუთრებით, რომ იქიდან იწყება პირველი განათლება მეცნიერების მხრივ, ანუ პირველი ჩვენ ყავდა ქრისტიანი მეცნიერი მარგიონ ფაზისელი. ჩვენ კიდევ შორს წავედით ბატონმა თემურმა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩაატარა სამეცნიერო სესია, სადაც წავიკითხეთ მოხსენება პითაგორას შესახებ. ადამიანებს არ უნდა სიახლე და ამ სიახლეს გონიათ რომ მე თვითქოს რაღაცას ვიგონებ. სადღაც ბატონმა თემურმა იცის რომ მუზეუმებში, ბიბლიოთეკაში და ისე დახურულ ფონდებში, სადაც შეღწევა ადვილი არ არის, ღმერთის ნებით ეს შეღწევადი გახდა და იქიდან ამოღებული ლათინური ბერძნული ტექსტების წერილი ქართულებით დაწერილი კი არ არის, რომ მისი წარმოშობა პელასბურია. აი ამიტომ მეცნიერებას ექცევა თუ არა ყურადღება საქართველოში. რომელ მეცნიერს, მაგალითად მე ამ შემთხვევაში მომისმინეს რომელმა სახელმწიფო ორგანიზაციამ ეროვნულ აკადემიის გარდა, ეროვნულ აკადემიასთან იქიც კიდევ ძალიან რთული იყო ამ 2020 წელს, მის შემდეგ საერთოდ არავის არ მოусმენია რომ გითხრათ, იმიტომ ეს გონიათ რომ ეს არის ციდან ჩამოვარდნილი. ვიღაცების ხაპრებს რომ მოყვებიან, ასეთი ამბავია. სამწუხაროდ ჩვენ ძალიან დაბალი აღქმის უნარი გვაქვს, მეცნიერების დონე მაღალია ჩვენთან, მაგრამ ერთმანეთის დანახვის, შეფასების, შრომის დაფასების უნარი დავკარგეთ ჩვენ. ამიტომ თუ მეცნიერებს შორის ეს თანხმედრა არ იქნება, ჩვენ სუსტად აღვიქვებით და ამიტომ სახელმწიფოს წარმომადგენლები არ გვეძახიან. ეხლა პროექტად დაკავშირებით. ეს პროექტი საერთოდ არ არის დაწერილი ჩემი აზრით ბატონო არაფერი ჯერ. საერთოდ არ არის დაწერილი, მე ასეთი დასკვნა მაქვს.
ახლა მიმდინარეობს შეთანხმებები უნივერსიტეტებთან. მიიღეს კანონი მიიღეს შეცვალის რომ ეს მიიღონ. ანუ იქ პროექტია რაღაცა, მე ბოდიში ახლა ამ საკითხებში ვერ ყვევი, მე უფრო ვერ ყვევი იმ პარლამენტის საიტზეც არის ხო გამოქვეყნებული. თორემ რა პრობლემა გამოქვეყნების? რა პრობლემა არის? ახლა იმ თანხმებენ უნივერსიტეტებს, ისე სხვათა შორის ბევრ რამეში მეც ვეთანხმები რომ ამდენი იურისტი ჩვენ არ გჭირდება. არ არის საჭირო მათემატიკოსიც ამდენი რაოდენობით არის. რაც ჭირდება სახელმწიფოს იმ დოზიდან იყოს, მაგრამ კითხოთ ვინმეს კარგი იქნება. მოვიდნენ, შეხვდნენ ფაზის აკადემიას, ხუბა ფაზის მესებად აკადემიას, მეცნიერთა კონგრესს, შეხვდნენ ჩვენიმე იქით მივიდეთ კი არა, იყოს სპეციალური ადგილი, სადაც ნეიტრალური ადგილი. ჩვენ კი არ მივიდეთ განათლების სამინისტროში, მეცნიერების სამინისტროში, არამედ სადღაც გაიმართოს ღონისძიება, გამოვიდეს ჩვენ კითხოთ, სხვათა შორის ჩვენ კითხვებსაც ვერ ვსვამთ, ბატონო თემურ. ანუ მეცნიერები ვერ სვამთ კითხვებს, ვერ ვეუბნებით შესაბამის იმ ადგილის მქონე პიროვნებას. ცოდვის გამო კი არა. ყველას გვერიდება, მაგალითად მე მერიდება, იმიტომ რომ ვიღაცას შეურაცხყოფა არ მივახენო თავიანთი აზრით, ანუ ეს არ უნდა იყოს, ეს პროცესი უნდა მოიხსნას, იმიტომ რომ კითხვა უნდა იყოს ზუსტი, რომ იმან ზუსტად უნდა გიპასუხოს. ის იქიდან მომსვლელი კაცი, ვინც არის, ის უფრო ძლიერად ხედავს თავის თავს და ამიტომ ძალაზეა ყველაფერი. ეს არ არის მეცნიერება, ეს არ არის განათლება. ასე საქმე არ წყდება და არანაირი რეფორმა ბატონო თემურ მე აი რაც 30 წელია თუ 35 წელი არ ყოფილა. ის რეფორმა რაც არის, ეხლა რაც ამას ამბობენ, თუ ეს მართლა სრულად იქნა გაკეთებული ეს ბაზარ, ესე იგი სამუშაო სისტემიდან გამომდინარე რამდენია იურისტი საჭირო, აი ამას თუ ნამდვილად გავაკეთებ და ან რომელიღაცა უნივერსიტეტი კერძო არის, ან სახელმწიფო თქვენ რომ არ გემორჩილება ამის გამო ვიღაცას ხმა გააჩერო, ეს არა განვითარების სწორი პოლიტიკა საჭირო იმისთვის რომ ესე იგი კონკურენცია წამოვიდეს. არც 19 უნივერსიტეტი გჭირდება ჩვენ. ჩემი აზრი ასეთია ბატონო თემურ, მე ასე ფიქრობ. თუმცა ეს აზრი შეიძლება ყველას არ კონდეს და არც ეთანხმებოდეს. აი პარიზის, ანუ სორბონის უნივერსიტეტი. პარიზში ძირითადად სახელმწიფო უნივერსიტეტი ყველაფერი ერთად არის წარმოდგენილი სორბონის უნივერსიტეტში არის გაერთიანებული, მას ყავს დაუშვათ ასე ვთქვათ პრეზიდენტი მართველი, აი როგორც ჰარვარდის უნივერსიტეტს. მე ფიქრობ, ესე იგი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამედიცინო უნივერსიტეტი და ტექნიკური უნივერსიტეტი და კიდევ თუ არის რომელიმე სახელმწიფო ილიას უნივერსიტეტი, ხო? ეს უნდა გაერთიანდეს ერთ სისტემის ქვეშ და ერთ სისტემის ქვეშ და უნდა ყავდეს ჩემი აზრით პრეზიდენტი, რომელიც ამას მართავს. თუ ეს შესაძლებელი იქნება ერთი ის რასაც ამბობენ, თბილისში იყოს ერთი ფაკულტეტი, ეს განხორციელებულია. თავისთავად საქართველოში ეს ორგანიზაციები, ეს ინსტიტუტები, უნივერსიტეტები დასაწყისში ასე ჩამოყალიბდა და მე ფაკულტეტებად გაიყო და ეს არ უნდა იყოს საწყენი. აი ეს თუ გააკეთა სახელმწიფო, ახლა ტექნიკურ უნივერსიტეტს თავისი რექტორი ყავს, სამედიცინო უნივერსიტეტს ახლა რაღაცა გაუგებრობას გამოიწვევს, ხო ეს ხერვას, მაგრამ სახელმწიფოს სჭირდება მართვადი, სწორი და სტუდენტზე და მეცნიერზე მიმართული სასწავლებელი. აი ეს თუ გააკეთება კი ბატონო, მაგრამ ამას არ ვიცი გააკეთებენ თუ არა. რეფორმა სწორედ იმაშია, რომ მეცნიერებს უნდა მოусმინონ. თუ ამ დარგის გამოცდილი ადამიანს არ გეკითხებიან, საერთოდ მე არც ერთ ნაწილში რატომ არის ფაზისის აკადემია 1900 წლის არავის არ უკითხავს ბატონო თემო, თქვენ მეკითხებით და აქეთ ბატონო თემო. ეს კაცი შენ იგონება ამას გიაკვაშილავა. თუ ეს გეხერხება უბრალოდ Facebook-ზე დადო და აი რაღაცა ინფორმაციაზე ატეხო. 4000 წლის რომ ქართული სახელმწიფო რომელმე მკითხა რატომ არის. სხვათა შორის ერთი კარგი კაცი არის, რომელმაც მე არ მომასვენა, ბიზნესმენი კაცი იყო, ახლა მისახედა გვერდად დავასახელებ და იმან ითხოვა
წინა პრეზიდენტისგან რომ შეხვედრა ყოფილიყო და ნუ ახლა რადგანაც ამ კაცმა მთხოვა მე მივედი ვერ გაიგეს ზოგადად რაშია საქმე მე რატომ მოვედი და რა ვთხოვდი შეიძლება დღევანდელმა პრეზიდენტმა გაიგოს არც პრემიერ-მინისტრი პირველი რომელიც იყო ეს იყო ხარიბაშვილი მეორე გახარია ვერც ერთმა ვერ გაიგო ეს კაცი რას თხოვლობს ვეუბნები რომ წერილობითი ძეგლების მიხედვით დაწერილით თიხის პირფიტებზე წერია რომ ეს სახელმწიფოს ამ წინარე პერიოდში ქონდა სახელმწიფო რა მეთოდით ეს მეთოდი დაამუშავა 3000 წლის სახელმწიფოებისა აკადემიკოსმა თამას გამყრელიძე აკადემიკოს თამას გამყრელიძე გონია თუ რომ ეს არის ჩვეულებრივი მეცნიერი ეხლა გარდაცვლილია და აცხონოს ღმერთმა ეს იყო ძალიან მაღალი დონის მეცნიერი რომლის სიტყვას ყოველ წინადადებაში სიტყვას ჰქონდა თავისი ადგილი არც ზედმეტი არც ნაკლები ასე ესე სკრუპულოზურად დამუშავებული კაცმა ვერსია ჩააბარა ვარიანტი ბატონ ედუარდ შევარდნაძეს და ედუარდ შევარდნაძემ ხელი მოაწერა ამ დოკუმენტს 1999 წლის 19 იანვარს და ეს დოკუმენტი ბრძანებაც არსებობს, მაგრამ მე არ შესრულდა 3000 წლისა. იგივე მეთოდი ჩვენ შეგვიძლია 1000 წლით დაძველეს. რატომ? თუ ნამდვილ სახელმწიფოზე აქვს საუბარი, კითხონ კაცო, რა თქვენ რატომ გებადებათ ინფორმაციის ესე იგი არ გავრცელების პრობლემა ხო არ არის Facebook-ზე, ტელევიზიაში თქვენთან უკვე მე-3 წელიწადია ამას ვაჟღერებ ყოველ კონფერენციაზე საქართველოს სახელმწიფო ორგანიზაცია სამეცნიერო ეროვნულ აკადემიაში მოხსენება გავაკეთე და ეგონათ რომ მე ვითხოვდი ამას რომ თქვენ მე მხარი დამიჭერეთ და ტაში დამიკარით ამას კი არ ვითხოვდი კაცო თქვენ იფიქრეთ რომ ამ გზაზე დადგეთ ვერ გადარჩება ვერც ეროვნულ აკადემია ფაზის აკადემიას აქვს ეს ლოზუნგი ჩვენ ფიქრობთ მომავალზე ჯერ ერთი წასული დიდი გვაქვს 1900 წლისა სახელმწიფო 4000 წელი ესეთი ლოზუნგი გვაქვს ლოზუნგი იმ თვალსაზრისით რომ ნამდვილი რიცხვით მონაცემებია მეცნიერება თუ პითაგორადან ავთვლით 2500 მინიმუმი წელია და ესე იგი 2000 წელს აღნიშნავ სარწმუნოებას არაოფიციალურს ანუ მეფების და დედოფლის გაქრისტიანების სხვათა შორის მე უნდა ვთქვა რომ რატომ არიციან ეს წლებიც კიდე მიქვეს რომ წიგნი არსებობს 1895 წელს გამოცემული ქართულად და ფრანგულად სადაც წერია რომ 324 წელს გაქრისტიანდა საქართველოს ოფიციალურად და რატომ აღნიშნავთ ესე იგი მომავალ წელს ეს ვერ გავიგე 1700 წელი უკვე გასულია კარგი ეს არ არის ახლა ერთი წელს მნიშვნელობა არ აქვს მაგრამ საქართველოში ქრისტიანული თემი იყო განსაკუთრებით შავიზღვისპირეთში და ყავდა ეპისკოპოსები ახლა არ იყო სახელმწიფოსგან გამოცხადებული ახლა ბეჭე დასმული და დოკუმენტში გაფორმებული ხო არ არის ესა აქედან უნდა ვთვალოთ ამიტომ ჩვენ ამას ვამბობთ ანდრია პირველი წოდებული რომ საქართველოში ჩამოვიდა მიზეზი რა იყო არავინ არ იცის რამ გამოიწვია იმიტომ რომ ფაზისის აკადემიის დამფუძნებელ მარგიონ ფაზისელის მამას ერქვა პალმოსი ის დაიბადა სინოპში დღევანდელი თურქეთის პონტო ანუ ლაზეთის მხარეში ის იყო პირველი ეპისკოპოსი და ის მოინათლა უშუალოდ ანდრია პირველი წოდებულის ხელიდან ამ ორმა ადამიანმა პალმოსმა და რომის პაპი რომელიც არჩეული იყო, რა თქმა უნდა, სახელმწიფო ებრძოდა რომი, მაშინ ის გადმოსახლებული პაპი კლიმენტ პირველმა ერთად აღაშენეს გურია და სამეგროში, ახლა გურია და სამეგრო მაშინ ასეთი სახელით არ იყო, მაგრამ ყოველ შემთხვევაში საქართველოს საეკლესიო ისტორიის წიგნებში კარბელაშვილების ცნობილი წიგნებიდან და სხვა წიგნებიდან წერია, რომ გურია სამეგროში 70 ეკლესია აღაშენეს. ეს ყველაფერი ტყუილია. მე ხوار და მწერია ეს. აი, მეცნიერება ეს არის. მეცნიერება ის არის რომ მეცნიერი უნდა იждდეს სამეცნიერო მიმართულებით ბიბლიოთეკებში და უნდა ეძებდეს იმ დახურულ ფონდებში. ახლა თქვენ ნახეთ აქედან განსაზღვრებით მე მინახავს ბევრი ისტორიკოსის ნაწერი ერთმა შეცდომა დაუშვა და გადაწერა შეცდომიანად და ეს შეცდომიანი მასალა ვწერდება ყველგან. გუშინ დავწერე
თქვენთან რომ სკოდათ შეხვედრა, უბრალოდ დიდი ხანია ბევრ რამე მასალა ნანახი მაქვს, მაგრამ შინაურ საუბრებში კი გეუბნებით, მაგრამ გუშინ მოვინდობებ რომ Facebook-ზე მამით დამეწერა რაღაცა. ანუ ჩვენ ვიცით რომ ქრისტეს უფლის კვართის ჩამოგზანება რაღაც სხვადასხვა მოსაზრებების მიხედვით და ჩანაწერებიც არსებობს საეკლესიო, მაგრამ მეორე ვერსიაც არსებობს, რომ ქუთაისში დაბადებულმა იმან რა ქვია კაცმა ლონგინოზმა, რომელიც საბარაუდოდ მე არ ვიცი ახლა ზუსტად ეს დოკუმენტები არ არის, ყველაფერი გუშინდელი ამბავი გაურკვეველი, მაგრამ გადმოსახლდა მცხეთაში, სოფელ კარსანში და ეს კაცი ებრაელი კი არ იყო, ქართველი კაცი მსახურობდა სამხედრო ჯარში რომში. და პილატე პროკურორთან და ის იყო ასისტარი. წმინდა ლონგინოზი არის გამოცხადებული და გონია რომ ჩვენ ებრაელია. ეს კაცი არის აქაური, ნუ რა თქმა უნდა იქ წავიდა, დაბადებული ქუთაისში, კარსანში გადმოსული. ეხლა მე ამას ყვები, ნუ კარსანში როგორ გადმოვიდა ეს მე არ ვიცი, მცხეთის რაიონში და ჩვენ ვიცით რომ ებრაელმა ესე იგი ებრაელი ამ შემთხვევაში ეროვნებაზე კი არა, რომელიც მეორე წერილობით წყარო რომელიც არის. ეს არის ვინც იუდაიზმურ რელიგიას მისდევს. შეიძლება ქართველიც ყოფილიყო ის და იუდაიზმში ყოფილიყო. მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ ზუსტად ვიცით 1246 წლის დაწერილი დოკუმენტი. სხვათა შორის ეს დაწერილია ჩვენს სამხრეთელ ნაწილში. ოღონდ სირიაშია დაწერილი და იმის ენაზეა დაწერილი. ჩვენ ამის სომხური ენის სპეციალისტები ძალიან კარგები გვყავს და ეს იციან, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს ვერსია ჩვენ არ ვიცით. ხო და ეს წყაროები პირველად მარი ბროსემ გამოაქვეყნა. მარი ბროსეს ჰქონდა წვდომა ამ წერილობი ძეგლები, რომელიც ინახება პარიზში, ეს პარიზში ინახება. მე თავად ნახე ეს წერილობი ძეგლები. არ დაუჯერე არც მარი ბროსეს, არც ნიკო მარს ცალკე წიგნი აქვს დაწერილი უფლის კვართზე და მთელი ამბები აქვს ამაზე გარჩეული, რა თქმა უნდა, რუსულად და ყველაფერი მე გადავამოწმე, რაც შეიძლებოდა ამ წერილობი ძეგლებში გავყოლოდი. რა თქმა უნდა, წერილობი ძეგლები ყოველთვის განსხვავებული ასლს იძლევა, მაგრამ ეს ვერსიაც ნამდვილად არსებობს. აი ეს არის ჩვენი შეხედულება, ჩვენი ხედვა მეცნიერების განვითარებისა და რისი მრჩეველია საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია უნდა გამოკვეთოს სახელმწიფომ, რომელ დარგში უჩია. ჩვენ მაგალითად ფაზის აკადემიას ახლა გვექნება ესე იგი საჯარო მოხსენება ანგარიში, საანგარიშო მოხსენება 26 დეკემბერს, თქვენ მოწვეული ხართ ტექნიკურ უნივერსიტეტში იქნება 3 საათზე. ჩვენ წარვუდგენთ, რაც შეიძლება 1 საათის ფარგლებში რა გავაკეთეთ 22 წლიდან 2022 წლიდან 2025 წლამდე. თუ ასეთ საანგარიშო სისტემას არ წარადგენს სახელმწიფოს წინაშე ორგანიზაციები, სახელმწიფო უნივერსიტეტია, მეცნიერებათა აკადემია, მაშინ სახელმწიფო მე ვფიქრობ რომ არ უნდა ანაზღაურება არ უნდა გაუკეთოს. მე ასე ვფიქრობ, ბოდიშს ვიხდი ყველაფრისგან, მე ასეთი კაცრი არა ვარ, მაგრამ ეგია მადლობა მეგობრებო, მართლაც თქვენ ნახეთ სასწაული ამბები მომისმინეთ კაცო, მიუხედავად იმისა, რომ დღეში რამდენჯერ მივხვდებით და ვისმენ ვის ყველა გადაცემას აგე ბატონი გი არის მართლაც სინერგეტიკული მეცნიერი. ოი, ორ თამე მკითხოთ ჩვენ ერთი რომ აი რომელი ინგლისში ხარ არქივები თუ მუზეუმი 46 ქვეყნის განსაკუთრებით ევროპის ყველა დახურულ ფონდში ვარ ნამყოფი. ხოლო ერთ მაგალითს მოვიტან ჩვენ 23 წელს ბატონო თემურ ბატონ გიასთან ერთად ვიყავით ჰერაკლიონში, ეს კრეტის დედაქალაქია, უბრალოდ თავარი ქალაქია, იყო საერთაშორისო ესე იგი კონფერენცია მათემატიკურ მოდელირებაში და რიცხვით ანალიზში და მსოფლიოდან იყო 500 მოხსენება, საქართველოსთან მარტო ჩვენ ვიყავით და ეს არ არის კიდევ თავარი, ესე იგი ჩვენ იქ რაღაცა შუალედები რო გქონდა მუზეუმში დავდიოდით, მე ერთხელ მივწავედი 4 საათი ვიარე, რაც ჭირდებოდა მათ შორის ფესკო-დისკოს ესე იგი კოპია რაღაცა. მაგრამ ეს როცა კი ყველანაირი მეორე ერთი კვირა ვიყავით, მეორე მესამე დღეს თქვათ იყო ჩვეულებრივი, რაღაცა შესვენებები იქ მიდიოდა და მარტო იქ ერთი კვირის ყოფნის დროს 4-ჯერ წავიდა. აქ პარალელურად კონფერენცია იყო და ახლა წარმოდგენილი მაქვს, როცა მარტო დადიოდა ეს
იმიდან მუზეუმიდან არ გამოდიოდა. ბატონო თემურ. ორიგინალში კითხულობთ ხო ბევრი იმას. ყველაფერი ორიგინალში არ ვუჯერებ ჩემს მე რო ვიცი ეგერთია, მაგრამ მე ამას გეკითხებით, იმიტომ რომ ბატონო თემურის დამეტარდება, რომ მე მინდა საზოგადოება მიცოდეს, რომ აი როგორი ხალხი ვყავს ჩვენ და აი როგორი რას ნიშნავს აი ეს თქვა მეცნიერებაზე დაკვირვა. აი თქვა ორიგინალში მუშაობდით სად? ის ნაწერები წერილობითი ძეგლები პარიზში, რომელიც ინახება დახურულ ფონდში, ეს ყველაფერი მე თავად მაქვს ნანახი, ჩემი თვალით და გადაღებული მაქვს ფოტო. ყველა მაქვს. მე ამუშავებს ამას და სახში რომ მოვიდი უკეთესად. ბატონო თემურ, თქვენ იცით, რომ ცოტა დაუბრუნდეთ კიდევ ამ ჩვენს მთავარ თემას და თქვენ იცით, რომ თავის დროზე როცა იყო ესე იგი ეროვნულ ცენტრმა გაიტანა გამოცდები, იყო შემოტანილი გრანტები 100%-იანი, 70%-იანი აბიტურიენტებისათვის 50 და 25. მე 25 გაუქმდა და დარჩა 100-იანი, 70-იანი და 50-იანი. სხვათა შორის მიმდინარე წელს და 25-ში მინდა გითხრათ, რომ აი ყველაზე მეტი გრანტი მოიპოვეს იმ აბიტურიენტებმა, ვინც მომავალში მერე წავიდა თავისუფალ უნივერსიტეტში ტვილდიანის სამედიცინო, ასევე შოთაძეს აგრარულ იმაში უნივერსიტეტში და ასევე ესე იგი კიუში, აი კიუში მეხუთე ადგილზე არის. ასევე მინდა გითხრათ, რომ წელს ჩაირიცხა 31704 აბიტურიენტი, აქედან იმ 19 სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩაირიცხა 91%, ხოლო მხოლოდ 9% ჩაირიცხა 44 კერძო უნივერსიტეტში, მაგრამ ამ 9%-მა წაიღო კერძო უნივერსიტეტებში საგრანტო დაფინანსების 40%. ახლა სახელმწიფო უნივერსიტეტებს რომ ასეთი ყურადღება უნდა მიაქციონ, მე ვეთანხმები, იმიტომ რომ მე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელმწიფოა და იქ მუშაობ და ასე სხვა უნივერსიტეტებშიც მაქვს ლექციები და მაგრამ უნდა დაფიქრდნენ, რატომ მიდის მაგალითად პირველი 45 ბატონო თემურ საუკეთესო მაჩვენებლის მქონე აბიტურიენტ 44 ყოფილა თავისუფალ უნივერსიტეტში წასული. 150-დან საუკეთესო მაჩვენებელი 112 თავისუფალ უნივერსიტეტში. უნდა დაფიქრდეს ალმა მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რატომ მიდის საუკეთესო ნიჭის მქონე მათემატიკის აბიტურიენტი კომაროველი თავისუფალ უნივერსიტეტის კომპიუტერ საინსზე. ანუ კომპიუტერულ მეცნიერებას და არ მიდის თსუ-ში, არ მიდის კიუში. ესე იგი შესაბამისად ხო არ არის ის, რომ პროფესორების დონე შესაძლებელია გასაუმჯობესებელი არის ზოგიერთი მიმართულებით. ახლა მე მათემატიკოსი ვარ და ვიცი, რომ ჩვენი სათავო უნივერსიტეტი ფლაგმანი მათემატიკის ხაზით არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მაგრამ როგორი მიდგომა უცხოეთში, მთავარია უნივერსიტეტში სტუდენტი, მაგრამ სტუდენტის შემდეგ მთავარია პროფესორი. ის სტუდენტი მიდის კონკრეტულ პროფესორთან. ახლა ეს სისტემა ბატონო თემურ ორი ცენტრი თბილისი, ქუთაისი იმ პირობებში, რომ ჩვენ საუბედუროდ ვერ ვართ სოხუმში, სწორია. ანუ ქუთაისი, რადგანაც აფხაზეთში ვერ ვართ, ქუთაისი უნდა იყოს დასავლეთ საქართველოში, კრებსითი და იქ ნიჭიერი ახალგაზრდები, კი ბატონო, თბილისში შეუძლია ჩამოვიდეს, მაგრამ ადგილს მაგრამ უნდა იფიქრონ. აი ახლა მე თქვენთვის ნათქვამი მაქვს, მე ძალიან მიყვარს ეს ყველაზე ქართული ქალაქი ქუთაისი, მაგრამ ზოგიერთ დარგში დღეს არ არის ძლიერი კადრები ქუთაისში. და გასაუმჯობესებელია, შესაძლებელია ის ადამიანები, რომელიც თბილისშიც არიან იმერეთიდან, გნებავ სამეგრელოდან, მიდან აჭარიდან, თუ პირობებს შეუქმნიან მატერიალურს, ისინი წავდნენ ქუთაისში და იქ ესე იგი მიაწოდებენ თანამედროვე მიღწევებს იმას. ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტს. ამიტომ ჩვენ ამ თვალსაზრისით უნდა იფიქრონ, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტში რომ შენ ეუბნები ნიჭიერ კომაროველს, ნიჭიერ რაზმაძის სკოლის წარმოადგენელს, გინდა თუ არა წაიღო შენი გრანტი, უნდა წახვიდე თსუ-ში ან ქუთაისის უნივერსიტეტში,
უნდა დაახვეთ, რომ იქ ყველა დარგში ბატონო თემურ საუკეთესო სპეციალისტები. ყველა დარგში სამწუხაროდ არ არიან. მაგალითად, პირდაპირ ლაპარაკობ. მათემატიკა ზოგს გონია, ზოგს არითმეტიკა გონია მათემატიკა. არითმეტიკა არის მათემატიკის 1 მემილიონედი ნაწილი. მაგრამ მათემატიკა დღეს არის 2 მძლავრი მიმართულება. წმინდა მათემატიკა და გამოყენებითი მათემატიკა. წმინდა მათემატიკის ხაზით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი არის პირველი. საქართველოში და არა მარტო საქართველოში, შეიძლება ამიერკავკასიაში ასე ფიქრობ ზუსტად. მაგრამ გამოყენებით მათემატიკაში დიდი ტრადიცია აქვს ოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იცის? მარტო ბოლო 2 წელი ამის გარდა ფიზიკის ის იყო ნობელის პრემია. ასევე თქვათ თავისი დიდი ტრადიციები აქვს ქუთაისის უნივერსიტეტს, ხომ რაღაცა დარგებში, ახლა გარდაიცვალა ფუტკარაძე, თორემ ძალიან კარგი იყო ის მიმართულება და ასევე სხვები ამ შემდეგ და ამიტომ ეს უნდა გაითვალისწინოთ. არ შეიძლება ვიფიქროთ, რომ ყველა დარგში ლიდერები იყოს მარტო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ან მარტო ქუთაისის უნივერსიტეტში. ამიტომ ეს არის გადანაწილებელი. ახლა აი ბატონო თემურ, აქ ეს საკითხი შესწავლილი მაქვს და გამოდიან გარკვეული სპორტსმენები, რომელსაც მიაღწიეს დიდ შედეგებს ოლიმპიადებზე, მაგრამ ისინი ძალიან კარგი გარეგნულად, კაი ქართველებია ყველაფერი, მაგრამ განათლების სფეროში ვერ ერკვევიან, სათაური არ აქვს საკითხული კაცო წიგნების და ამიტომ ლაპარაკობენ, რომ უფასო სწავლება შემოიღო დღევანდელმა ხელისუფლებამ. ბატონო თემურ 2025 წელს დაფინანსდა 11,600 სტუდენტი. აქედან გრანტი სახელმწიფომ გაატანა 6,500, 100%-იანი გრანტი ცოტა მეტი 1000-ზე, 70%-იანი ცოტა მეტი 1400-ზე და 50%-იანი 4000-ზე. ამის გარდა ესე იგი სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული პროგრამებზე ესეთი ტექნიკურ უნივერსიტეტში 34-ია, თსუ-ში 10, სადაც მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია შემდეგ, ქართული ენა შემდეგ, იქ 5000 ერთად გამოვიდა, ესე იგი 11600. ახლა ამ 11600-ზე სახელმწიფოს მიერ გაცემული თანხა ის თანხა ამ ცოტა ნაკლები წავა იმ სახელმწიფო უნივერსიტეტებში, სადაც გრანტებს ატანს სახელმწიფო. არავითარი დამატებით თანხას არ აძლევენ. ამიტომ უფასო განათლება იყო 1000 ხებულობდა გრანტი და 5000 სახელმწიფო ისედაც 6000 იყო. ამიტომ საუბარი არის იმაზე, რომ ჩვენ მე ასე ვფიქრობ, კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ არს. ჩემი აზრით, განათლების რეფორმის ჩატარება აუცილებელია. მაგრამ ეს არ უნდა გადაიქცეს პოლიტიკურ რეფორმად, რომელსაც ატარებენ, თქვათ, ახლა ბატონ ზვიად გაბისონიამ, რომელიც აქ ნიჭიერი იურისტია, სწორად ბრძანა კომიტეტზე, სადაც მისი სმენელები იყვნენ ძირითადად სპორტსმენები, სპორტის კომისიას ოლიმპიური ჩემპიონები. და იქ სწორად ბრძანა, რომ ყოველ წელსო საქართველოში ამ 63 უნივერსიტეტში 19+44 კერძოში ამთავრებდაო 5-6000 იურისტიო და კიდევ უფრო მეტი ეკონომისტიო და რა თქმა უნდა სამუშაო ადგილები იყო 10-დან 20%. ეთყობა ახლა ეს ხუმრობით უკვე ეთყობა სახელმწიფო მოიფიქრა ის რომ ის სადავა საქმოთ ეს იურისტი და დღეს ყველა თანამდებობაზე არიან იურისტები. ბატონო თემურ უდიდეს პატივცემ იურისტებს, მაგალითად ლადო ჭანტურიას, რომელიც ჩემი ქალიშვილის იურიდიულ ფაკულტეტი დაამთავრა თსუ საუკეთესო იურიდიული მაგისტრატურა და მანამდე ბაკალავრიატი, ახლა დოქტორანტურაშია და როცა ბატონი ჭანტურია ლადო ზუმით უკითხავდა ლექციებს საღამოებით, მე ახლა ჩემი ლექციებიდან დაბრუნებული ისევ სიამოვნებდი და მეც უსმენდი. იურისტი ეს არის. მით უმეტეს მეცნიერი იურისტი, მაგრამ ბატონო თემურ, ავიღოთ სტატისტიკა ქვეყნების.
ყველა დიდი უნივერსიტეტის რექტორები არიან ზუსტი ან საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის. მოსკოვის უნივერსიტეტი ახლა კი ბატონო რუსეთია, მე რა უძლიერესი უნივერსიტეტი პირდაპირ ლაპარაკობ. რექტორები დაწყებული ნესმიანოვი ქიმიკოსი იყო, მე იყვნენ ფიზიკოსები, მათემატიკოსები. ბოლოს ახლა მართალია დიდი ხანია 30 წელი რექტორი მათემატიკოსია სადოვნიში. ასევე თბილისის უნივერსიტეტი როდის იყო ძლიერი, როცა ძლიერი ყავდათ ესენი. კი ბატონო იყოს იურისტი, მაგრამ ხო არ შეიძლება ჩვენ თქვათ რადგანაც პრემიერ-მინისტრი იურისტი, ახლა ყველგან მოვიყვანოთ რექტორები და სკოლის დირექტორები და საწყობის გამგები და ჯიხურის გამგები იურისტები. შეიძლება სხვაც არის ჭკვიანი ბატონო ისა თემურ. ვინ თქვა რომ გია კვაშილავას, რომელსაც ვიმეორებ საქართველოში, მე ახლა ისე არ ვიტყვი. მე ბატონ თემურ აღნიშნავს, მაგრამ ვერ ყვევი მათემატიკა, ფიზიკა, ბევრი საბუნებისმეტყველო ფუნდამენტურ მეცნიერებაში, მაგრამ ეს ადამიანი ამის გარდა ფლობს კიდევ ჰუმანიტარულს, სინერგეტიკული მეცნიერები და ამას ხედვა აქვს როგორ სივცითი მათემატიკოს, ასევე ყველანაირი სხვა ჰუმანიტარული და შეიძლება ეს კაცი უფრო გამოდგეს მინისტრად, იმიტომ რომ მან პირობითად საუბრო. თუმცა მას არ უნდა, მას ჩვენ რა გვინდა ბატონო თემურ. ისეთი პოლიტიკური ლიდერები მოვიდნენ. ახლა შავკატ მირზოევი გუშინავსკი და დღესაც უნდა თქვა. ჩვენ ხომ ხუმრობით დავსინოდით კარიმოვი 40 წელი არისო უზბეკეთის პრეზიდენტიო და ხახა დავსინოთ. მოვიდა შავკატ მირზოევი 19 წელს თუ 16 წელს მოიკითხა როგორ არისო ჩვენი აკადემია უზბეკეთის უთხრა რომ ყველა აკადემია მეცნიერი წავიდაო საგადასახადოში და რატომ ხელფასები აქ ნულოვანი თითქმის იქ მაღალია. დააბრუნეთო ყველა და 3000 ევრო დაუნიშნა. დააბრუნდა ის ხალხი და ახლა 3000 ევრო რომ აი ამ ადამიანს სამი შვილის პატრონს ესე იგი ერთი მეორეზე უკეთესი ანგელოზევის შვილები ყავთ, მოსწავლეებია. თვითონ რადონის მეცნიერი აგერ ჩვენ ვიცით და საზოგადოებამ იცით. 1000 ლარია ხელფასი. 1000 ლარად როგორ არჩინოს ხუთი კაცი მეუღლესთან ერთად. ვინმე ფიქრობს, როცა ინიშნავენ ხელფასებს პარლამენტის თავმჯდომარე და უნიშნავს ფეხბურთელს მაღალი 16000. ვინმე მიფიქრა, ბატონო თემურ, თქვენ ბრძანეთ და მეც თქვი რომ რადგანაც ნუ ახლა ილია ბეკვაშვილი ჩემი მეგობარი ილია თავხელიძე აც გარდაცვლილი მისი დიშვილი ზურა გეგეჭკორი ისინი მეუბნებოდნენ. ყველაზე მაღალი ხელფასი 72-17 წელს ხონდა ბაბუა ჩემს ან ბიძასო. ილია ბეკვასო. მეტი ვიდრე პირველი დივანი, მაშინ მჟავანაძე იყო ალბათ და მე რეკვეშავარ. ახლა ესე ამიტომ ჩვენ გვინდა მეცნიერებს რომ ისეთი ხედვის, როგორც ბატონი თემურ შაშიაშვილია, ისეთი ხედვის პირადად ვიცნობდი, მაგრამ აც გარდაცვლილი პრემიერ-მინისტრი იყო საქართველოს ზურაბ ჟვანია, ვისაც მეცნიერებს პატისცემს ეს ადამიანი. ასეთი ტიპის ხალხი მოვიდეს და შეგვიწყოს ხელს რომ თითქოს ხო ლაპარაკობენ ესენი ჩვენ ახლა ევროპაზე ნაკლები არა ვართო. მაშინ შენ აგერ გაგ დადებული ეს ამ კაცის ყლება. მოусმინე შეიძლება ტყუილს ლაპარაკ, ტყუილს არ იტყვის, მათემატიკოსია, წესერი კაცია და სანამ იტყვის იმას 15-ჯერ გაატარებს იმას საცერში. მოусმინე კაცი ლაპარაკობს 4000 წელია. ხო გამოჩნდება შენი სამშობლო. თუ ვინმე გეუბნება ან თქვა ტეჰერანში, ან პეკინში, ან მოსკოვში რომ არ გინდა ეს კაც ჩუმათი ჯექი და არ თქვა ეს იყავი 3 თუ 2 იყავი და შემდეგ ეგ სხვა საკითხია, მაშინ გითხრა. ამიტომ ბატონო თემურ, კიდევ ერთხელ აი თქვენი მოსაზრება, აი როდის შეიძლება ჩვენ ვიფიქროთ რომ მოგვეცემა ჩვენ მეცნიერებს მხოლოდ ჩვენი პროფესიით დავკავდეთ და ამ კუთხით პატარა შრომით თუ დიდი შრომით ჩვენი სამშობლო ვასახელოთ. ეს მაშინ იქნება, როცა ის პოლიტიკოსები მოვლენ ხელისუფლებაში, ვინც იმუშავებს სამშობლოზე, ვინც იმუშავებს 24 საათი, ვინც იმუშავებს მომავალზე. თქო ბატონ თემურ თქვენი დიდი მადლობა, უბრალოდ იმდენად კარგი ანალიზი გააკეთეთ ბატონ თემურ, თქვენ და იმდენად ღრმად ხართ ამ საკითხებში, რომ რაც დრო გადის, მით უფრო მეტად ვწმუნდები იმაში, რომ როცა ასეთი ადამიანები ყავს და როცა ასეთი ადამიანები არიან ქვეყანაში, ძალიან აი ვინმეს უკვირს, რომ ხანდახარ
პარლამენტი რატო არ მოგწონს, ხელმინისტრი რატო არ მოგწონს რაღაცა, იმიტომ რომ მე ვიცნობ ამ ადამიანებს, ხედავ ამ ადამიანებს და უბრალოდ ხედავ იმას, რომ აი ამ ადამიანების ხელში გაცილებით უკეთესი იქნებოდა მდგომარეობა ქვეყანაში და მაგრამ ნუ რა უნდა ქნა ახლა ნუ. ახლა უბრალოდ მე ამ განათლების რეფორმასთან დაკავშირებით თქვენ რო კითხულობთ, როდის იქნება, როცა ქვეყანაში იქნება განათლებულ ადამიანთა ხელისუფლება. არისტოტელე და პლატონი გამოკვეთილად ამბობდნენ და ძველი სიღრმიდან მოდის, რომ ხალხის ენაზე მოლაპარაკე პოლიტიკოსი არის ქვეყნის უბედურება. აი დააკვირდით თქვენ ხალხის ენაზე მოლაპარაკე. ის არ ამბობდნენ ბრბოსთან, ახლა მოკლედ ბრბოს არ ვამბობთ, მაგრამ არისტოტელეს პირდაპირ უწერია, ბრბოს ენაზე მოლაპარაკე პოლიტიკოსი არის უბედურება იმ ქვეყნისთვის. ამად ბრბოთ ხალხი აქციეს უკვე. რეალობა ეგ არის. ესე იგი პოლიტიკოსი ის კი არ არის, რომელიც ხალხის ენაზე ლაპარაკობს. პოლიტიკოსი არის ის, რომელმაც იცის რა არის პროგრესი, არის მაღლა, მაგრამ მაღლიდან კი არ უყურებს. თავისკენ მიყავს ხალხი. პოლიტიკოსები ჩამოვიდნენ ხალხთან და გავხდით ერთნაირები. მაშინ როდესაც ხალხი უნდა აიყვანოს შენთან და პროგრესის გზითად არო. ილია ჭავჭავაძე როგორ ამბობდა, რომ ხალხის გრძნობებით და საკუთარი აზრებითო. ხალხის გრძნობა არის არავინ და საკუთარი აზრი არ გააჩნია კიდევ და ლაპარაკობს იმას, რომ აი იმ კაცმა ეს მითხრა, კი ბატონო, გითხრა, მაგრამ ეხლა მე გზას გაგიყვან შენ და ამირჩიე, აი როცა ასია, ან კიდე შაქარს მოგცემ და ამირჩიე, ამან დააქციეს ყველაფერი, ხო? განათლებულ ადამიანთა ხელისუფლება. მე უბრალოდ წეღარ რა ბრძანეთ თქვენ, მინდა გითხრათ, რომ ეს რეფორმა თქვენ ადრე მითხარით ერთი რამ და არ დავაკონკრეტოთ, მაგრამ მე რო დავიწყე ფიქრი, რაც ნახე, მე თქვენ გეთანხმებით. ეს რეფორმა არის იცით როგორი, ვინც ვერ მოდრიკეს. მე აქ ლაპარაკი არ არის იმაზე, შეიძლება სახელმწიფო უნივერსიტეტშიც იყოს, მაგრამ ვინც ვერ მოდრიკეს, იმათი მოდრეკის რეფორმაა ეს. ვერ მოდრეკენ იმას და დატოვებენ მშრალზე. ეს კიდევ უფრო უარესია ბატონო თემურ. ვიდრე თქვენ რომ მითხარით, მაშინ რომ ეს 2-3 უნივერსიტეტის და რაღაც მე რომ გაურმავდი ამ იმაში რაც მქონდა, რასაც მიწვდა ჩემი გონება და რასაც მიწვდა ამის ისა, მე ამას რომ მივხვდი უბრალოდ ხედავ იმას, რომ ესენი უფრო კონკრეტულ იმას ებრძვიან. და ეხლა რომ მითხას კაცმა, რა საიდან გაგიჩნდეს აზრი, ეს აზრი გამიმტკიცა იმანაც, რომ ვინც ხელისუფლება მოიყვანა რექტორებად ამას იმ უნივერსიტეტებში არ აირჩევდა. ეს არ მოუდგენელია ეს. ეს მაშინ მე იმას ეს რომ დამეტყვნებია იმას შეურაცხყოფას მივაყენებდი იმ პროფესორას. ესე იგი არიან ადამიანები 5-6 ციხე გამოიარეს. და რაღაც ის ესე იგი რაც უფრო კომპრომეტირებულია, მართალია ერთგულია ხელისუფლების. ხო და აი ამიტომ ესენი ამათ მიყავთ იქეთკენ რომ რაც შეიძლება კომპრომეტირებული და მეორე თქვენ ძალიან კარგად იცით რომ აი რა ვიცი ახლა პათოლოგია თქვენ რასაც საუბრობდით ახლა ძალიან ბევრ რამეს რექტორი ვერაფერს ვერ წყვეტს ნორმალურ უნივერსიტეტებში იქ სისტემაა ისეთი დემოკრატიული რომ აგერ ხედავთ და ამერიკის პრეზიდენტს არ შეუძლია ამერიკაში ბევრი რამე გადაწყვეტოს და რაიონის ქალაქის სასამართლო მას იმაშობა იქეთ და ამიტომ ჩვენთან ეს არის აწყობილი ეს არის ფეოდალური წყობის გაძლიერების მე ერთი რამე მინდა გითხრათ რომ საერთოდ წინა ემაზე ვთქვით ახლა ბატონმა გიამ არ ვიცი ნახა თუ არა მაგრამ ჩვენ ერთ რამაზე უნდა შევთანხმდეთ რომ განათლების რეფორმა ტარდება იმის შემდგომ რაც ჩვენ ქვეყანაში შევთანხმდებით როგორი ქვეყანა გვინდა როგორი ქვეყანა გვინდა არ ვიცი შეიძლება მართლა იურისტი გჭირდება 100,000 და არ ვიცით ხომ უნდა დამარცხუნო იმაში რომ როგორი ქვეყანა გვინდა ჩვენ ტურისტული ქვეყანა გვინდა სამკურნალო ტურიზმის ქვეყანა გვინდა ბალნეოლოგიის გვინდა ჩიპების ქვეყანა გვინდა თუ რა გვინდა ეს ხომ უნდა ვიცოდეთ არა ეს რა ველოდებათ აბსურდულად არაფერი არ ვიცით და ატარებ განათლების სისტემის რეფორმას აი ახლა დააგვიდით თქვენ აი ამ რეფორმება აქამდე რა მოიტანა ყველაზე მეტი იურისტი სოფლიო მასშტაბით 1000 კაცზე და 100,000 კაცზე გაანგარიშებით საქართველოშია. ყველაზე მეტი ეკონომისტი 100,000 კაცზე გაანგარიშებით საქართველოშია. ამ ქვეყანაში არ არის სამართალი და ამ ქვეყანაში არ არის ეკონომიკა. ამიტომ დიპლომი არაფერს არ წყვეტს. ანუ ყველაზე მეტი სადაც ყავს ჩვენ იქ ის არის ყველაზე მეტად დაქცეული, დანგრეული და არავითარი პერსპექტივა ამას არ გააჩნია მომავალშიც. მე ამიტომ თვითონ ცნება სახელმწიფო უნივერსიტეტი არ ვიცი თქვენ გაასწორეთ მე ხლა თავს არ უდებ ამ ამაზე მაგრამ მე შემოვიარე
და როდესაც რეფორმას ვატარებდით ქუთაისში და იყო ძალიან ბევრი პრობლემა, მე რექტორებს ვუთხარი და სამეცნიერო საბჭოებს, წავიდეთ, სადაც გინდათ თქვენ, ქვეყანა აირჩიეთ, ჩვენ დავაფინანსებთ ამას, მერია, წავიდეთ, თქვენ დაუსვით შეკითხვები იქ და რაც სწორი რომელიც იქნება, გადავწყვიტოთ ის. და მე ვიყავი ბედნიერი, რომ მე როგორადაც, იმიტომ რომ მე შესაძლებელი მქონდა ესენი ყველაფერი და ისინი ჩამოვიდნენ დამონჯებულები, ვინ ორი რექტორი, ავთანდილ ნიკოლაიშვილი დღეს ცოცხალია და დაამოწმებს, სამეფო უნივერსიტეტებში ვიყავით ჩვენ, დიდ ბრიტანეთში, ამერიკაში, ყველგან ვიყავით და ნახეთ, ანუ რეალურად იქ სისტემაა ისეთი, რომ ერთი გუბერნატორს შეუძლია ორი კაცი, 9 კაციანი რო არის საბჭო, ორი კაცის დასახელება შეუძლია, ვინც ირჩევს იმას. ორი კაცის, ანუ ორჯერ მეტის არჩევა ხო არ შეიძლება გუბერნატორის. ერთ გუბერნატორს არ აქვს საშუალება, რომ 4-ზე მეტი სისტემაა იქ, მე ამ სისტემის მოკლევა. ხო და ამიტომ მე არ ვიცი რას ნიშნავს სახელმწიფო უნივერსიტეტი. სახელმწიფო უნივერსიტეტია ყველაუნე რას ნიშნავს კერძოდ. სახელმწიფო ეს, სახელმწიფო პოლიტიკითაა ყველა. სახელმწიფო კი არ უნდა აფინანსებდე. მე არ ვიცი რომელი უნივერსიტეტს ვინ აფინანსებს, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატები ახლა უნივერსიტეტს აფინანსებსო, ვინმე რომ ითხრას, ნუ ახლა ეს სხვანაირია, ეს სისტემა სხვანაირად აქვს მოწესრიგებული და ამიტომ ამბობ. აი ამიტომ ჩვენ ეს გვჭირდება. მე მაგალითად სახელმწიფოს ფუნქციას ვხედავ იმაში, რომ შენ სტანდარტები აწიო, კრიტერიუმები აწიო. სახელმწიფო კერძოა და ეს ადარსებობს ამის ეს და ისე არწიო ეს ყველაფერი, რომ ვერ უნდა გაუძლოს, ამას სუსტმა ვერ უნდა გაუძლოს. ეს შენ შემიმსუბუქებ და აკრედიტაციას ვიცემ ძალიან ადვილად, თქვა რომელი უნივერსიტეტს გინდა, რომელიც არ გინდა, იქ მოიტან ისეთ რამეებს, რომ შეიძლება მიაკლა ყველაფერი და ეხლა როცა ამის უფლება აქვს ხელისუფლებას, ეს ხელისუფლება არ არის ამ ქვეყნის ხელისუფლება. ის თუ ხარ შენ და ასეთი სისტემა დაგხვდა, მაშინ ეს სისტემა უნდა შეცვალო და არა ის რომ თქვა აი ასეთი იმით, ეხლა დააკვირდით, აი ჩვენ სამივენი ვქნით ბიუჯეტს. თქვენ ყველაფერი რაღაცას უყიდულობთ ჩვენ, იქიდან ბიუჯეტ შედის ფული, ხო? ყველაფერი ხელფასს რო იღებთ, ეხლა ჯერა ხელფასია. ასეთი კაცი რო გყავს ქვეყანაში, ეხლა მე თქვენზეც იგივე 1200 ლარი გაქვთ თქვენ, ეხლა თქვენი მათემატიკა რო ვიცი და ამას რაც აქვს გამოკვლევები, ეხლა ორივენი ჩვენ ხო ვაღიარებთ იმას, რომ და თქვენ თვითონ თქვით და ძალიან ღირსეულად, რომ ეს მარტო სინერგია, ყველაფერია იმაში რა, სხვა სიმცია. როცა ასეთი მეცნიერი ყავს, ხელის გულზე უნდა ყავდეს ეს კაცი, ხელის გულზე და ამას აქვს 1000 ლარი, კაცო გეუბნები რა, ნუ ეხლა 1000 ლარი მაგალი თოდოა 95 წელში ამბობდა მე ვკიდულობ ერთი თვის ხელფასით 500 კილოგრამ ხორცს. იყიდე ეხლა 500 კილოგრამი ხორცი იყიდე ეხლა შენ ამ ხელფასით რომელიც გაქვს. ო და ამიტომ გეუბნებით ეხლა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ მისი სახით ვყავს ბატონ თემური და თქვენ ასეთი ხართ, მაგრამ ხა ბატონ გია რადგან შემოგვიერთა უსუფთავესი კაცი, უწესიერესი კაცი, რომელმაც არაფრისაგან ძალიან ბევრი რამ ტრადიციები ქონდა ფაზის აკადემიას და დიდი მადლობა ყველას მე უდიდესი რექტორები ჩიტაედა როგორი ხალხი, მაგრამ ამ კაცმა ეს სხვანაირად გააკეთა. მეც კიდე რო ვერ ვესწრები ამ ღონისძიებას ზოგიერთ პადონეზე აიყვანა. ეს კაცი არის ორგანიზატორი. ამ კაცს შეუძლია რომ რაღაც ისეთი ის გააკეთოს, ხო? უფასო არაფერი არ არსებობს. ჩვენ სამივე რადგან ვქნით, სწორად ამბობ, რომ უფასო არ იგი სტუდენტისთვის, თუმცა იმისთვისაც არ არის, რომ ბიუჯეტში შეაქვს ფული, მაგრამ თქვენ აგერ სახელმწიფო უნივერსიტეტში რომ მე მაგალითად ცხოვრობ ქუთაისში. იქ არის მე მინდა ვიცხოვრო, არ შემლეთ თბილისში, რო წამოვიდე და არ მაქვს საშუალება ამის. მე მაგალითად თბილისიდან ქუთაისში გადავედი რატო? კიბერნეტიკაზე მოვეწყვი აქ, მაგრამ ხუთიანები მივიღე. ქიმიაში მივიღე 4 და ქართულ წერაში არ ვიცი რა იყო, მაგრამ ნუ აი ჩაუბარე კიბერნეტიკაზე აქ და ძალიან მათემატიკებში ვიყავი ძლიერი და დიდ კონკურსებში მონაწილე, მაგრამ ვერ არ შეეძლო ჩემს ოჯახს რომ მე აქ მეცხოვრე და გადავიდე ქუთაისში, გადავიტანე TMC ფაკულტეტზე კიბერნეტიკიდან. როცა არ მოგიდგენია საღამოს დასწრებულზე გადავიტანე ეს ყველაფერი, მით უფრო სპეციალობის შესწავლაც მინდოდა. მე ქუთაისში ცხოვრობ და მეც ვქნი ამ ბიუჯეტს და თქვენ ახლა მეუბნებით რომ თუ წამოხვალ თბილისში იქ უფასოდ, მაგრამ შენს არ ცოცხლობელი არ გაქვს, არაფერი არ გაქვს. მე ამიტომ უნდა დამიჯდეს 5-ჯერ მეტი, თქვათ ის რომ გადავიხადო ყველაფერი ესენი და თქვენ მეუბნებით რომ კერძო უნივერსიტეტში წავედი და იქ არ მაფინანსებ. მე ვარ ის პიროვნება, რომელმაც ავსტრიაში რო წავიდა კაცი ქუთაისიდან, ერთ სტუდენტზე, რასაც ვაფინანსებდი, იქ გავაყოლე ეს ფული.
როგორ შეიძლება ეგეთი რამე ეგაც როგორ რა დამოკიდებულებაა ეს რომ შენ სახელმწიფო და კერძო ყველა ამ სახელმწიფოში ჩვენ სახელმწიფოში ცხოვრობთ ყველანი და ამ სახელმწიფოს შვილები ვართ ის უნივერსიტეტი არის სახელმწიფო რას ნიშნავს რომ იმას აფინანსებ და იმას არ აფინანსებ კიდევ ერთხელ ვიმეორებ ამათ სადაც გადი თავისისა და თავის რექტორებს დანიშნავენ იმათ მიაყრიან ამ ფულს ღუპავენ ამ ქვეყანას გეუბნებით რა და უფრო უარესი მოხდება ბატონო გია ვიდრე რაღაცას კითხვა გამთან მე თქვა რომ ბატონმა თემურმა იკითხა რომ მაინც თანახმად იცოდეს სვიეტგარბისონიას ხელმძღვანელი იურისტი კარგია ძალიან მე ვიცნობ ახლოს და ჩვენიანია გაწოდა ლადო ჭანტურია ყავდა მას ხელმძღვანელი და ის ფიქრობს რომ ეს სახელმწიფო 19-იც არ გვიდა იყოს არამედ გვინდა რაღაც ნაწილი ეს აქვს უფლება სახელმწიფოს რომ თუ შეპესეს შექმნილია რომ რაღაცა უნივერსიტეტი სახელმწიფომ ეს ფული არ მიცეს ეს უფლება აქვს და არის ეს პროცესი მე მეორე მინდოდა მეთქვა კიდევ რომ ილია ბეკუა როცა გახდა უნივერსიტეტის რექტორი მან პირველად მოიძია ვინ არის ახალგაზრდები მეცნიერები და ასე ამოარჩია ილია ბეკუამ აკადემიკოსი გახდა ეს კაცი ახალ გარდაიცვალა წელს რისპა გორდეზიანი აი ეს უნდა მოქმედებდეს რექტორი მე ყველა აი მაგათად რომ სადაც ვუშაობთ ფაზის აკადემიას ოფისი არ აქვს იმიტომ რომ ვინც იყვნენ ხელმძღვანელები ის დიდი ინსტიტუტების ხელმძღვანელები იყო და მაშინ კომუნისტების პერიოდში ვინ მიცემდა ფაზის აკადემიას არავის არ მოუკითხავს რა თუნდა ამ ფაზის აკადემიას კონდეს პატარა ოთახი ჯერ ერთი ჩვენ შვილობილი ორგანიზაცია ვართ 1974 წელს ისეთმა აკადემიკოსებმა დააფუძნეს ფაზის აკადემია 1974 წლის 29 ივნისს რომლებიც ყველა იყვნენ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში და ეს დოკუმენტი დებულება ეროვნულ აკადემიაში ინახება ამიტომ ეროვნულ აკადემიამაც უნდა იმუშაოს იმაზე რომ ფაზის აკადემიას ხელი შეუწყოთ ჩვენ ისტორიულად ვაგრძელებთ იმ გზას რა თქმა უნდა ფაზის აკადემიას რაღაც პერიოდში პრობლემები ჰქონდა და არ იყო ის მდგომარეობა მაგრამ ახლა უკვე შედგა სადაც თქვენ დაასახელეთ ადამიანები ის ჩვენი წევრები არიან ეხლა მე მინდოდა ხორბალზე და ღვინოზე გვეთქვა ორი ადამიანია ჩვენი წევრი ბაკურ გულვა რომელიც მინისტრი იყო და პრემიერ-მინისტრის შემდეგ მან ხელი შეუწყო ორგანიზება გაუკეთა ამ ხორბალსთან დაკავშირებით და ეხლა კულტურის სამინისტრო თელი სახელმწიფო ამით თავს იქებს რომ ჩვენ ეს გავაკეთებთ რა თქმა უნდა გააკეთო ხელი უნდა შეუწყო მაგრამ აქ არის კიდევ სხვა მიმართულება რომელსაც სახელმწიფოზე ვლაპარაკობთ 4000 წელი ეს ხელშესაწყობი ეს მეცნიერულად კი არის მაგრამ იუნესკომ რომ აღიაროს რატომ აღიარა იუნესკომ ხორბალი იქვე იმ დოკუმენტში წერია რომ ეს დაუცველია ეს ხორბალი დასაცავად აკეთებს და ასევე 5 ელემენტია შეტანილი ქვევში ღვინის დაყენების ძველი მეთოდი ეს კაცი ცოცხალი ყავდა წელს გარდაიცვალა ახლა აღარ მინდა რომ ბატონ თეიმურაზ ღლონტი ფაზის აკადემიის წევრი იმან იმუშავა სხვა რა თქმა უნდა ღვინის კომპანიასთან რომელიც სახელმწიფოსთან ერთად ეს ავტორიტეტი იყო ეს კაცი მისი სახელობის ქვევრი არსებობს კაცო იმაში რა ქვია კახეთში ერთ-ერთ ეპარქიაში ეს ადამიანი ისე გარდაიცვალა კაცი შვილი არ მოსულა მის ახლა წელს გარდაიცვალა ეს დაფასება ჩანს ამ ხრივ მე ყველაფერს ვაკვირდებ და ყველაფერს ხედავ ყალბი მოქმედებები არ შეიძლება იმიტომ იღუპება ეს ყველაფერი ერთად დაგროვდა 35 წლის განმავლობაში ერთმა ჭრა მეორემ სხვანაირად შეჭრა ეს არც პოლიტიკა არც მეცნიერება არც განათლება ეხლა მე მინდოდა კიდევ მეთქვა რომ ეს 5 ელემენტი რომელიც არის ესე იგი ჭიდაობა ქართული ჭიდაობა ღვინის უძველესი მეთოდი ხორბალი თაფლიც არის გასაკეთებელი ფუტკარი მაგალითად და არის კიდევ რაღაც ამაზე იცინოდა ეროვნულ აკადემიის აკადემიკოსები ადრე ქართული ღვინო რომ 8000 წელია კიდე არის ხალხი ჩვენთან საქართველოს მეცნიერებაში რომ არ არის ესო როცა ამერიკის ეროვნულ აკადემიაში დავით ლორთქიფაინძე მოიწვია ამერიკელი მეცნიერები შეიძლება დავით ლორთქიფაინძე ვიღაცას არ მოწონდეს ეს გასაგებია მაგრამ მან შეკრა ეჯგუფი და ეს კაცი ახლა ხან გარდაიცვალა ეს ამერიკელი აგვისტოში მაკოვერნი რომელმაც ეროვნულ აკადემიაში ამერიკის ეროვნულ აკადემიაში გამოქვეყნდა ეს დოკუმენტი თუ არ გამოქვეყნდება თქვენ საფრანგეთი ვერ გაღიარებდათ ღვინის სამშობლოდ იმას აქვს პრეტენზია რა ღვინის სამშობლო ქონოდა თავიდან გასაკეთებელი როცა მე თავად მაქვს ნანახი 1895 წელს გამოცემული წიგნი ლონდონში
არის გამოცემული, სადაც საქართველოს პირდაპირ წერია ღვინის სამშობლოა. 1895 წლის. რა თქმა უნდა, გასაკეთებელია ეს ყველაფერი. ამის გარდა რუკებია გაკეთებული. ბლეი იყო ასეთი მეღვინე კაცი, რომელიც ამერიკაში მოღვაწეობდა, წიგნი აქვს დაბეჭდილი რუკაზე. საქართველოსთან მცელდება თეულწოფლიში. რამდენჯერ ვაჩვენეთ თქვენს ტელევიზიაში, რამდენჯერ წავიკითხე მოხსენება, რომელმა ეს აღიქვა? ეს მეორე პრობლემაა, რომ ვერ აღიქვა. მეცნიერი, რომელიც ვერ აღიქვამს მეორე მეცნიერის შრომას და იქ რაღაცას უწუნებს, ყველაფრის, ესე იგი, გალამაზება და სრულყოფილება არ ხდება მეცნიერებაში, ის დრო და პროცესი ხდება, შეიძლება სადღაც მოიკოჭრებს მეცნიერი ამ ჩამოყალიბების პროცესში. ხო და ხელის შეწყობა არ არის. აი ესა მეცნიერება. მე ვფიქრობ, რომ ზიადით მე ძალიან ახლოს ვიცნობ, მას უნდა ეს რეფორმა გახორციელდეს, უნდა ის რაც არის, მაგრამ არის ამის მოცემულობა ჩვენთან? არის ის მეცნიერები, რომლებიც ამაზე ფიქრობენ, ან ისინი ეკითხებიან განათლების სამინისტრო ამ მეცნიერებს რა აზრი აქვს? ეს ჯაბა, ასე მე რატომ თქვი, რომ ჯერ არ არის დაწერილი? დაწერილი ჩონჩხია, მაგრამ უნდა შეევსოს უნივერსიტეტის ხელმძღვანელი მიდის და ვერ ეუბნება განათლების მინისტრს და მოადგილეს, რომ რატომ ჭირდება მე ეს დარგი აქ. უნდა დაუსაბუთოს. ვერ ასაბუთებს, იმიტომ რომ არ იცის ეს დარგი. გამოყენებითი მათემატიკა, რომ საქართველოში სოხუმის უნივერსიტეტში, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტშია, ეს მნიშვნელოვანი ამან რექტორმა კი არა, მთელი შესაბამისი სისტემა არსებობს, ამისი ციტირების ინდექსი აქვს ბატონ თემურ ჩილაჩავას 1170-ია. ეს პატარა რიცხვი ხო არ არის კაცო, ასევე სკორპუსში, ვებსაიტში. აი ამ კუთხით უნდა იყოს განსაზღვრული სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს პლუს ამის გარდა მე ვფიქრობ, რომ მას ცალკე დაფარვა უნდა ქონდეს. მთლად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არ გაატოლო იმისთვის, რომ კონკურენციაში იყოს. ამას აქვს სხვა დანიშნულება. ეს უნდა გაითვალისწინოს განათლების სამინისტროს და აი ეს არის რასაც ბატონი თემური ამბობს სინერგეტიკული მიდგომა საქმისა. მაშინ საქმე გაკეთდება. სხვა შემთხვევაში არ. ბატონო თემურ, აი ახლა მე რამდენად გვაქვს ინფორმაცია ორშაბათიდან, შემდეგი ორშაბათიდან, ყოველი დღე, 5 დღე განათლების სამინისტროში მიდიან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და იმ დანარჩენი 19 უნივერსიტეტის მენეჯმენტი, მარტო რექტორი, კანცლერი და თქვა ვიცე-რექტორი და ზოგი და დეკანები, რომელიც ფაქტურად რომელთან ერთად განათლების სამინისტრო განიხილავს მოცემულ უნივერსიტეტს რა საბაკალავრო პროგრამა დაუმტკიცა. იქიდან გამომდინარე, რომ სწორად გამიგეთ ერთის გარდა თქვა 18 უნივერსიტეტში, ძირითადად მაინც სახელმწიფოს მიერ დანიშნული რექტორებია, ბუნებრივია, რასაც მიაწოდებენ, ის იქნება და აქაც უკვე ვსაუბრობთ იმაზე, რომ ჩვენ თუ გვინდა საქმე, ბატონ გიამ აღნიშნა პრინციპში სწორად, შესაძლებელია, რომ ეს თქვენის არ იყოს, როცა კონსტიტუცია მიიღება, ხო ჯერ პროექტი ქვეყნდება, ხალხი მონაწილეობს, არის შეკითხვები აშენ და შემდეგ და მერეღებულობს პარლამენტი, რომელიცაც ნდობა უნდა კონდეს და იმას ასევე განათლების სამინისტროს განათლების რეფორმა ეს კონსტიტუციაზე არანაკლები მნიშვნელობის არის. ეს არის მომავლის ამბავი და ამიტომ აქ უნდა იყოს ჩართული სპეციალისტები, რაც უფრო ფართე იქნება. ამიტომ მე კიდევ ერთხელ ვფიქრობ, ბატონო თემურ, რომ თქვენი მიდგომა იმასთან დაკავშირებით, რომ საუბედუროდ რომ ესე მოიტანა დაალაგა შეუწყეს ხელი როგორც წინა ხელისუფლებამ ასევე დღევანდელმა ხელისუფლებამ რომ არავინ მესამე ძალა არავინ ის აზრი განსხვავებული ამ ორი ძალისგან არც ტელევიზია აქვს რომელიც ფარავს წელ საქართველოს და შემდეგ ხელი შეუწყეს რომ ეს ხალხი არ გამოჩენილიყო მაგრამ ის თქვენი მიდგომა რომ გარკვეულ ეტაპზე თუ გვინდა ჩვენი სამშობლო გარდამავალ ეტაპზე გავიყვანოთ ამ მართლას ბოდიში და ჭაობიდან რომ გარკვეულ სპეციალისტებს მეცნიერებს მივცეთ გზა რომ ემათ ეს ერთად მოსახლეობასთან დაალაგონ და მერე კი ბატონო პოლიტიკოსები ჩაერთონ ამას საუბედროდ პოლიტიკოსები ჭყალებში პოლიტიკოსები მხარს არ დაუჭერენ რატომ იმიტომ რომ არც ერთ პარტიაში თქვენს გარდა და 1-2 შეიძლება იყოს ზოგადად მათ არ ჭირდებათ მოაზროვნე ადამიანი. ამიტომ მაგრამ ის ისტორია თქვენ ლაპარაკობთ რომ უკვე რამდენი წელია. ასეთი გვაქვს მიდგომა, ესე იგი, ვთქვათ, აი პარლამენტი, რომელსაც ხალხი ირჩევს. აი თუ ეს არ მოხდა
მაშინ თქვენის მიდგომა სწორია, მაშინ უკვე სხვა გამოსავალი არ არის და თქვენ უნდა მოუწოდოთ ყველა მოაზროვნე ადამიანს აი აქ ამ პარტია იქნება თუ სხვა სია იქნება, რადგანაც სანამ პოლიტიკური ნება არ იქნება ამის გადაწყვეტისა, სხვა გამოსავალი არ გვექნება და ამიტომ მე ვფიქრობ რამოდენიმე წუთი დარჩა, ხო, 6 საათი. და აი თქვენ 2-3 წუთში მე მინდა გითხრათ, რომ ძალიან ბევრი რამ აქ ჩემთვისაც ახალი გაკეთა და ძალიან კარგია, ბატონო გია მე თქვენს აი ამ ძალიან არგუმენტირებულ გამოსვლას მივესალმები. უბრალოდ მე მინდა გითხრათ, ერთხელ ჩავიდეთ ქუთაისში და მე გაჩვენებთ როგორი შენობა გამოვისყიდე მე წართმეული რო ქონდა და მივეცი გელათს აკადემიას. ამიტომ ამის პრობლემა არ არის დღეს რომ გააკეთოს რომელიმე ამას პოლიტიკური ნება რომ იყოს თბილისში იქნება თუ იმერეთში თუ ზუგდიდში და სამეგრელოში და რაღაც და ასე შემდგომ ეს ამის გაკეთება ყველა შეუძლია თქვენ უდიდეს საქმეს აკეთებს და მე ამას არ მინდა ჩვენ გვჭირდება ერთი რამ აი ორი მათემატიკოსი ხართ აგერ და ორი ძალიან ძლიერი პიროვნება ჩვენ ხალხი უნდა დავარწმუნოთ იმაში რომ პიროვნება კი არ უნდა ირჩევდეს კადრებს სისტემა უნდა ეძებდეს კადრებს სისტემა როცა კადრს ეძებს აი მაშინ წდება სახელმწიფოს ბედი კარგად. ჩვენ დღეს გვაქვს პიროვნება, ერთი კაცის გუნება განწყობით ცხოვრობს. აბა შევარნაძეს რა აზრზე იყო და მაშინ რაში გაინდა სააკაშვილი რა აზრზე იყო და ახლა ბიძინა ივანიშვილი რაში მაინტერესებს ახლა მე ბიძინა ივანიშვილის მიერ აწყობილი ქვეყანა ტრისას ეს ისინი და მივდივართ კი აქეთკენ ისევე იყო მიხეილ სააკაშვილის ეუბნებოდი და შევარნაძეს თუ ვინმე ნახავს მე დავწერე ბატონ გიორგი გახარიას წარმომადგენელი გამოვიდა პარლამენტში და დავწერე იქ ზოგიერთ Facebook-ზე დევს და უდიდესი ნახვები აქვს 100,000-ს გადააჭარბავ ერთი დღის განმავლობაში მე მესმის ინტერესი რატო ამის მიმართ იმიტომ რომ რეალურად ამ ხელისუფლებას აწყობს დღეს ისეთი ხალხი ყავდეს ოპოზიციაში რომელსაც უცბად გააჩერებს ხაზარაძეს იქნება უცბად გააჩერებს ის იქნება უცბად გააჩერებს მაგრამ ვერ გააჩერებს მეცნიერებს ვერ გააჩერებს მოაზროვნე ადამიანებს ამიტომ მათ უკეთებს იგნორირებას ვისაც გააჩერებს იმას ებძვის ვისაც ვერ აგდე იმას იგნორირებას ვითომ არ არსებობს თქვათ ამ რანგის მეცნიერი ყავს რა თუნდა აგერ მე აგერ დავდივარ ამდენი ხანია რკინის ჯვარი რომ ქვია ყოველ ფერისვალებას ავდივარ ჩვენ იქ პირველი საუკუნის 30-40-იან წლებში ანდრია პირველწოდებულმა სვიმონ კანელმა და მათათამ რკინის ჯვარი აღმართეს სადა აი ახლა ყველაზე კარგი დეტალი დღეს არის რომ ისინი ჩამოვიდნენ სპეციალურად აქ რომ მაშინაც კი არსებობდა ამის ისა კაცი ამას ასაბუთებს უნდა გიხაროდეს პითაგორასთან დაკავშირებით რაც რომ უნდა გიხაროდეს ეს დოკუმენტში დასაბუთებელია იგივე ამ ხორბალთან დაკავშირებით რაც თქვენ გააკეთეთ ახლა თქვენ იცით ბევრი რამ რაც ჩვენ შევძელით კიდე და ამ დღეებში ბატონმა ზურაბ ქუმსიაშვილმა და იმ გუნდმა მითხრეს კიდე რომ ძალიან მოკლე პერიოდში ექნება პრეზენტაცია აი ხორბლის სუბთაპურის თუნდაც იმისი ჯეჯილი რაც მიიღეს ახლა და მე ჯალიაშვილს შევპირდი რაღაც დოკუმენტების გაგზავნა და ეს ვერ მოვახერხე არა ეხლა ძალიან სწრაფად უნდა გაკეთდეს საკითხი დგას იმის თაობაზე რომ რეალურად იმდენად აი ამ ბატონი ზურაბ ქუმსიაშვილის ეს ახალი ძიება ჩვენი წევრია ეს და ძალიან საინტერესო პიროვნებაა რომ იმდენად კარგი რომ რამდენიმე ინსტიტუტმა შეთავაზა რომ სიცოცხლის გახანძლიერების პრობლემებზე რომ მუშაობენ და ამიტომ ჩვენ შევთავაზეთ რომ საქართველოში რომელიმე უნივერსიტეტის ბაზაზე უნდა შეიქმნას ჯანმრთელობის დაცვისა და სიცოცხლის გახანძლიერების საერთაშორისო ცენტრი და ამაში ეს დიდი მეცნიერები ვინც არიან სპეციალისტები და ესენი იმიტომ რომ ამით ჩვენ გავხდებით არა და ამას საქართველოს ამის გაკეთება შეუძლია უდიდესი რამეებია ხალხო ადამიანად დღესაც დარწმუნდა ხორბლის დაკავშირებით თურქეთს ჰქონდა პრეტენზია და ჰქონდა ნამდვილი პრეტენზია თურქეთიც არის ერთ-ერთი მაგრამ აქ ძალიან ერთიანად უნდა ვიმუშაოთ მეცნიერმა კი ბატონო ეს რაც ახლა ფუტკრის ამბავი გარკვეულია კი ბატონო 5000 ამას კეთება უნდა რა თქმა უნდა ჩვენ მაგრამ ის პიროვნება ვინ ჩამოვიყვანეთ და იყო ჩვენთან აქ არ ვიცი იმ პერიოდში მოეწარი თუ არა და 50 ლარი როგის თაფლი ამათ წავიდნენ მეცნიერება ვახშიჟვანიამ და ამათ იყიდეს იქ 2 ლარს უაზლებდნენ ამათ 10 ლარი გადაუხადეს ჩამოიტანეს 15 ლარად გაყიდეს და ხალხი გაუცებული იყო გაწვედინებ ეს თაფლი მე ვიცი ჩემი კოლეგიდან
ლონდონში იყიდება 271 აგაშენა ღმერთმა ერთი ანხელა ჯურჯი ოდენო შენ სურათი წავს გადაღებული ოდენო ამიტომ ამბობ რომ აი როცა ამის შესაძლებლობები ქვეყანას გააჩნია და გუშინ ახლა ჩვენ ზოგიერთ ასეთ რამეს ლაპარაკობდით კიდე რომ მეცნიერებს ისეთი პროგრამები აქვს ხალხს მინდა ნუ იქნებით იმათ თავარი არის რომ ჩვენ როგორმე ამ მეცნიერების იგნორირება მეცნიერების დაქვეითება განათლებისადმი რა ბიუჯეტს ვიღებს სახელმწიფო იღებს პოლიციური სახელმწიფოს ბიუჯეტს ხელფასები ყველაფერი რა თქმა უნდა პოლიციელს უნდა კონდეს მაგრამ შეიძლება ამ მეცნიერს ხალხო დღეს აცილაპარაკ 1000 ლარი კონდეს ხელფასი ადამიანურად მე თვითონ მწვენია თვალებში ვერ ხედავ 1200 ლარი შეიძლება კონდეს ამ მეცნიერს მაშინ როდესაც გეუბნებით რომ მე როცა მქონდა ამის საშუალება მაგალითად უარ რასაც ამბობდე პატრონი თუ ხავს ამ კაცს აი ნუ ეხლა დავჭი უპატრონო შენი პატრონი ამ გადაცემების და იმის გამო ერთი მინდა გითხრათ თქვენ ერთი უთხარით როდის არის თქვენი გადაცემები ტელევიზია ქართულით 4 შაბათს ყოველ 10 საათზე გადის ყოველ 10 საათზე საღამოს აი უყურეთ ბატონებო 4 შაბათობით ყოველ 10 საათზე აი მიიღებთ უდიდეს სიამოვნებას და აი ახლა ფიქრობთ ჩვენ და რაღაც ტელევიზიის ორგანიზაცია ეს უნდა იყოს ტელევიზია ტირე თავისუფალი აზრის სახლი აი ესეთი უნდა იყოს ბატონ გია ახლა რამოდენიმე წუთი დარჩა და საქართველოს აი ჩვენი წინაპრე დიდი წინაპრებმა დავით აღმაშენებელ თამარ მეფემ აბწყინვალე გიორგი აშემდე ყველა მერე მეცნიერება მუსხელიშვილი ვეკვაჯა აშემდე იმისთვის იბრძოდნენ იმისთვის გაქონდა საქართველოს თქვათ სახელმწიფო და პიროვნული გენეტიკა რომ ნიჭიერი ხალხისა რომ ჩვენ ისეთი დრო მოვიყვანოთ რომ სადაც მეცნიერებს და ჩვენ რა თქმა უნდა არა ვართ ისე ვერ შევძლებთ რომ ყველა დარგში ვიყოთ ლიდერები სოფლიოში მაგრამ შევარჩიოთ ის კლასიკური დარგები რისი გამოცდილება სკოლები შემორჩა რომ ეს გავიტანოთ წინამდებ შემთხვევაში კი ბატონო სპორტი იქნება ეს ხინკალი იქნება მიწოდება ეს ძალიან კარგია მაგრამ ეს დამხმარე უნდა იყოს ბატონ გია თქვენ რა სიტყოდით კიდევ მოუწოდეთ ალბათ საზოგადოებას რომ მეცნიერებას ერთად სახელმწიფო გამოჩა კიდევ რომ წერის სისტემა რომ გვაქვს ესეც იუნესკოს ქვეშ არის ნუ ყოველ შემთხვევაში ეს ყველაფერი ნუ ერთი თავი გამოჩათ რომ გელათი და ბაგრატი იყო პირველი რომელიც იქნა შედანილი აი ამ პირველი ხო ეს კულტურული ძეგლები ეს სხვა რამეა ეს სხვა მიმართულებითაა ვარ ბედნიერი ეს დავწერე იმაზე რომ ორთავე მე წარმოადგინე იქ და გაეროს გენერალი ახლა მოიღებენ ლიფტი ხო გააკეთა იმ კაზე მოიღებენ ახლა მოიღებენ იმის გამო რომ კულტურული ძეგლები ძალიან ბევრია რომ იუნესკოს დაქვემდებარებაში უნდა იყოს აქ არა მატერიალურ ძეგლებზეა ლაპარაკი ბრძანეთ ბატონი აი ამ მიდგომით რაც ჩვენ დღეს ვისაუბრებთ სინერგეტიკული მიდგომით თუ სახელმწიფო დაელაპარაკება მეცნიერებს და კიდევ იმ გამოცდილ პიროვნებებს რომელთაც ჰქონდათ გამოცდილება მაგალითად თქვენ ჰქონდათ გამოცდილება ახლანდელი კი არა დიდი ხნის გამოცდილება ასეთ პიროვნებებთან უნდა დაждდენ თუ დაждდომა არ უნდათ და განვითარება მისთვის ეს არის რომ უფრო ძლიერ და კარგ შედეგს მიიღებს ასე აშენდება სახელმწიფო სხვა შემთხვევაში მე არ ჯერა ბატონო გია დიდი მადლობა და კიდევ ერთხელ ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე რომ მეცნიერები ნაღდი მეცნიერება ის არა ვისაც დიპლომი 1-2 უდებს და სათაური არ აქვს დისერტაცია წაკითხული და CV-ს ანუ კურიკულუმ ვიტაეს გასაძლიერებლად რომ თქვა დაუსრებლად ღებულობენ ხარისხებს ერთ-ერთ სახელმწიფო უნივერსიტეტში ნაღდი მეცნიერი სახელმწიფოს ქვეყნის ყოველთვის გულშემატკივარია თავდადებულია არ უნდა იფიქროს ნებისმიერმა ხელისუფლებამ რომელიც სამშობლოს ამ შემთხვევაში საქართველოს მომავალზე ფიქრობს რომ მეცნიერი მისი მტერი არ არის მტერი უბრალოდ მეცნიერს უნდა რომ სახელმწიფო ისე განვითარდეს რომ ყველამ ვაკეთოთ ჩვენი საქმე რაში ვართ ვარ ძლიერები დაუშვათ რაღაცა მიმართულებით ეს გავაკეთოთ ვარ ძლიერი მეორე მიმართულებით თქვათ სპორტიაში ისიც გავაკეთოთ ანუ მეცნიერებს თხოვნა არის ნუ შეხედავთ როგორც მოწინააღმდეგეს მეცნიერი თუ რამეს ვინმეს აკრიტიკავს წინა ხელისუფლება წინას დღევანდელს ის იმ კუთხით არ აკრიტიკეს იმ კუთხით საუბრობს რომ უნდა მისი სამშობლო უფრო ძლიერი იყოს სადაც გამოჩნდება ქართველების შრომა ნიჭი და მთავარი გენეტიკა ჩვენ უფლება არ აქვს საქართველოს დავიყვანოთ მხოლოდ მომხმარებლის დონეზე და სპორტი და სანახაობის დონეზე როგორც რომის იმპერიაში იყო და ასე შემდეგ და
კიდევ ერთხელ მადლობა. ძალიან კარგად გააკეთა წამყვანის ისე მე რა გთხოვეთ განცხადება მხოლოდ ერთ წუთს ავიღებ, მაგრამ მანამდე მინდა გითხრათ და ბატონ გიაც დაუჭერს ამას მხარს, რომ იმდენად ღრმად იყო მომზადებული ამისთვის, იქნება ბედნიერება თუ საავტორო გადაცემა იქნება მეცნიერთა კონგრესის დროში ტელევიზია ქართულ ტივიზე ბატონი თემურ ჩილაჩავას იმით მე ამას ვთავაზობ მეცნიერთა კონგრესის დრო ჩვენ თვითონ ვაკეთებთ ამას მე ისინი ვნახე იმ დღეს როცა დაცვა იყო თუნდაც თქვენს უნივერსიტეტში ამათი ყველა გამოყვანა ხალხს უნდა გავაცნოთ ესეთი ხალხი პოლიტიკოსებს კი არა მეცნიერებს უნდა იყენონ და ერთი რაც მინდა ვთქვა რომ ყველაზე მნიშვნელოვანი სახელმწიფო არის ის სადაც ყველასგან არის აღიარებული რომ ხელისუფლების ბუნებრივი ოპოზიცია არის მეცნიერები ბუნებრივი ოპოზიცია. ეხლა რაც შეეხება განცხადება, რომელიც მე მინდა ერთი რამდენიმე ეს არის, უბრალოდ მინდა ვთქვა, რომ გუშინ ჩვენ დიდი შეკრება ჰქონდა, ეს დაკავშირებულია ეროვნული თანხმობის ხელისუფლების არჩევასთან და გუშინ მე ამის გაცხადებას მომდევნო კვირაში ხვალ უბრალოდ ბონდოჯიქიას ჩვენთვის ძალიან საყვარელი პიროვნების იმაზე მივდივარ ზუგდიდში ამ დღეებში კიდე ზაურ კალანდია და რაღაცა ემსინი ჩვენ აი ასე კალანდიები ძმები კალანდიები სხვა ფენომენი იყო და არ შეიძლება რომ ისე გავატაროთ ამაზე უნდა ვისაუბროთ მაგრამ ჩემი განცხადება რას ეხება ჩვენ ვერ მივაღწიეთ იმას რომ არაბულ იმასთან დაკავშირებით რომ გამოქვეყნდეს ეს იმას გამოქვეყნდეს პრესაში და იყოს ხალხისთვის მისაწვდომი რა ხელშეკრულება გაფორმდა ამ არაბულ კომპანიასთან. ჩვენ დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სარჩელი შევიტანოთ სასამართლოში, რომ თუ თურმე სარჩელს ვერ შევიტანთ, თუ არ არსებობს ის ხელშეკრულებას რო არ აქვეყნებენ, ამიტომ შეტანა არ შეგვიძლია. ამიტომ ჩვენ შეგვაქვს პირველი სარჩელი და ვითხოვთ, რომ ხელისუფლებას დაავალოს რა ქვეყანა ვართ, ხელისუფლებას დაავალოს სასამართლომ, რომ გამოაქვეყნე ხელშეკრულება. თუ ამას სასამართლო არ გააკეთებს, მაშინ სასამართლო მართლა აღარ გქონია ჩვენ და მაშინ სხვანაირად უნდა ვიმოქმედოთ. დიდი მადლობა. დიდი მადლობა ყველას და კარგად ბრძანდებოდით ნახვამდის.